ზოგი ფოტო უბრალოდ გამოსახულებაა, ზოგი კი დროის ფიქსაცია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კამერით არა მხოლოდ მომენტს, არამედ ეპოქას ინახავენ და როცა ასეთ ფოტოებს პირველად ხედავ, ხვდები რომ ფოტოგრაფია მხოლოდ ესთეტიკა არაა. ის ხდება მეხსიერება, მტკიცებულება, ხანდახან წინააღმდეგობაც. ვაშლის არომატში დღეს მყავს ადამიანი, რომლის ფოტოებმაც ჩემზე, როგორც ფოტოგრაფზე, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის ფოტოებმა, რომლებშიც ომი არა როგორც პოლიტიკური მოვლენა, არამედ როგორც ადამიანური ტკივილი ჩანს. დიახ, დღევანდელ ეპიზოდში ფოტოგრაფ ქალს, ლელი ბლაგონრავოვას ვმასპინძლობ. აქვე შეგახსენებთ, რომ პოდკასტი იწერება პოდკასტ სტუდიაში სოლოლაკი. ხარია რომ აქ ხარ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მოდი დავიწყოთ დასაბამიდან. მე ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანები, იქამდე ვიდრე კონკრეტული პროფესიისანი გახდებოდნენ ამ შემთხვევაში ფოტოგრაფი. აი მანამდე ვინ იყვნენ? ეს უფრო მეტად მაინტერესებს და შესაბამისად აი ამ პერიოდის კითხვებით დავიწყებ მეც სუსუ თავიდან და მაინტერესებს უკვე გამეცინა, იმიტომ რომ მე მგონი ფოტოაპარატით დავიბადე, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, რომ დავიწყე ფოტოგრაფია, მაგრამ ხლას ესეც არ იყო, რა თქმა უნდა. ფოტოგრაფიამდე მინდოდა ყველაფერი, კოსმონავტიდან დაწყებული, მასწავლებელი, რაც გამოვედი ისედაც გადასარევად გამომდი ის. ყველაფერი მინდოდა ალბათ ექიმიც შესაბამისად. ხელსაქმეც კარგად მეხერხებოდა. მაგრამ მთელი ამბავი არის ის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მბეზრდებოდა. ანუ რასაც დავიწყებდი კეთებას, მე ძალიან მალე გული მიცრუდებოდა. ეს რა პერიოდი იყო? ეს იყო 1994 წლა. ანუ ადრე. ის ხოთაშორის ისიც დამთავრებული მაქვს სამედიცინო, ოღონდ ერთწლიანი პირველადი დახმარების ესა. მოკლედ ყველაფერი გამომადგა ცხოვრება. მულტი ის გაქვს პროფესია. მოკლედ ცხოვრებაში რა ხდება, რომ ეს ყველაფერი მე არ მეგობრებო. გაერთიან და მე ამ ძალიან დამჭირდა ყველაფრის ცოდნა და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ჟურნალისტიკის ცოდნა დამჭირდა ჩემ პროფესიაში, მაგრამ სანამ ამ მივიდოდი ძალიან ბევრი გზა გავიარე და მათ შორის ჩემი და ფოტოგრაფიის ურთიერთობაც დაიწყო წაგებით. საინტერესო. ხო, აი კონკრეტულად კი, კონკრეტულად გულისხმობ, მინდოდა ძალიან ჩამებარებინ ერთ-ერთ მაშინ პირველი ეს იყო, რა ქვია, ნაკადები იყო, კოლეჯები გაიხსნა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მინდოდა ძალიან ერთ-ერთზე არ ვიტყვი სახელდაგვარს ის კოლეჯის. ხო და ძალიან მინდოდა და ეხა იმ კონტინგენტიდან იქ ვინც იყო რაღაცით ხომ გამორჩეულ ვიყავ, იმიტომ რომ არ ვიცოდი ეხა რომ ყველანი გამორჩეულები ვართ ისედაც და თურმე რომ ყველა განსხვავებულები ვართ, მაგრამ მაშინ გვიწოდა რაღაცების დამო. ხო, მაგრამ აქედან გამომდა არც არავინ არ გეუბნებოდა მაგას. ეხა მე ჩემს სტუდენტებს ყველას ვეუბნები რომ შენ ხარ განსაკუთრებული, შენ ხარ ერთადერთი. მოკლედ, ხო და მოკლედ ძალიან მოვინდომა და იქ ისწავლებოდა ესეთი წინასწარმოსამზადებელი იყო და იქ ისწავლებოდა ფოტოგრაფიაც. მე ესე იგი ეს ფოტოგრაფია მე რამ კაც ვთხოვეთ და აღარ არის გარდაიცვალა ეს კაცი. მე რამ კაც ვთხოვეთ და დამატებითი გაკვეთილები ავიღე ფოტოგრაფიაში და მე მახსოვს დავდიოდი რაღაცებს ვიღებდი და სხვათა შორის მაშინ პირველად დაიბეჭდა ჩემი ფოტოები 95 წელს. იყო ესეთი გაზეთი 7 დღე. და ყოველკვირეული გაზეთი იყო და მაშინ მახსოვს ესეთი ფაქტურაც ესე ეხლაც მახსოვს, აი გეგონებოდა ხიჭვი შეგერჭობოდა, იმიტომ რომ ძალიან არაფერი აი ძალიან მოკლედ ეს პერიოდი ახლა და და მახსოვს პირველი შეგრძნება ეს ფოტოები რომ დაიბეჭდა და პირველ გვერდზე იყო სხვათა შორის რაღაც სამხედრო ნაწილში გადავიღე და მახსოვს ქუჩაში რომ მივდიოდი ეს ერთი კვირა ხო იყო ეს ერთ კვირიანი გაზეთია და სულ მეგონა რომ ყველა მიცოდა რომ ჩემი გადაღებულია. უკვე ძალიან ემოციურად ბედნიერი ვიყავი ფოტოგრაფიასთან ერთად. მაგრამ მე ისე მოხდა რომ არ მიმიღეს ამ კოლეჯში. სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ჩემ ფოტოგრაფიულ ცოდნასთან ან საერთოდ რამე ცოდნასთან. რაღაცა ძალიან სნობური გადაწყვეტილება იყო. იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი. მაშინ და ხო, აბსოლუტურად. მე მგონი იმ კაცისთვის დამახასიათებელი იყო მოკლედ. მაგამდეც მოვა ეგ დრო რომ მე ვიტყვი, მაგრამ ეხლა არ ვაბობ. ოკეი. ვორება, მოკლედ ფაქტი იყო ის, რომ პირველად ჩემ ცხოვრებაში რაღაცა მოვინდომე გულით და ვერ ვქენი.
ესე იგი ესეთ დეპრესიაში ჩავარდე მართლა არ ვიცი 15 წლის ვიყავი საკმაოდ ადრე ძალიან და თინეიჯერობდა ხო პერიოდით რთული არაფერი ირგვლივ არ იყო დროს რაღაცა ერთი ეს მინდოდა და ესეც რაღაცა ვერ ვქენი და მახსოვს 2 თვე უბრალოდ ვერ ვლაპარაკობდი ემოციებისგან ესეთი დათქუნული ვიყავი ხო აბა რეჯექშენი მაგრამ ამასობაში ჩემო საყვარელო ჩამოვიდა ფოტოაპარატი საჩუქრად რა საინტერესო ოღონდ როგორ იყო მეახლობეთ ეხლა რომელი კამერა იყო Canon იყო და EOS 100 იყო მახსოვს ზუსტად მაგრამ EOS 100-მდე მანამდე ვიყავდი რუსული კამერებით და ეს EOS 100 რო დავინახე ელექტრონული კამერა ერქო მაშინ ფიესდავდი თუ რა ხვევდა და მახსოვს არ ვიცოდი ეს კამერა როგორ უნდა რა უნდა მექანა ეხა ამ კამერაში მოკლედ ყველაფერი დაიწყო მითი რომ ამ კამერის ინტერესით და მოყვა კიდე 3 ფირი 3 ელექტრონული ფირი მაშინ მანამდე არ იყო ეს ელექტრონული ფირიც გავს იმ კამერას მაშინდელს მაგალითად რომ კითხულობდა ფოტოაპარატი როგორი ISO ქონდა მაგალითად მეტი კი არაფერი დავუშვათ რა განსაკუთრებული მაგრამ მაშინ ლესელიძეზე ამჟღავნებდნენ ერთი გასამჟღავნებელი აპარატი იტიკა და ეს 3 ფირი მოკლედ რაღაცა თი გავამჟღავნე მაგრამ ნუ აქ ძალიან ეგ კიდე ცალკე ისტორია ცალკე პოდკასტისთვის ასე რომ გავაგზავნე მოკლედ ფოტოგრაფია დაიწყო ფაქტიურად იცი როგორი სიტუაცია იყო ერთად ერთად ვიზდებით. აი დღემდე ერთად მოვდივართ. რაღაც ურთიერთობა უფრო არის ფოტოგრაფია ჩემთვის ვიდრე პროფესია. რაღაც ცოტა აზევ მომოვედი თვალი რო გავახილე და საყარო დავინახე, ფოტოაპარატი მეჭირა უკვე ხელში. შესაბამისად რაღაცნაირად მგონია რომ რაღაცა ერთმანეთი ვიპოვეთ ამ მიმართულებით. კითხვა მქონდა, როგორც მაგალითად სამყაროს მიმართ არის კითხვა, ქათამი იყო თუ კვერცხი რაღაცა დაახლოებით. ეგეთი კითხვა მაქვს ფოტოგრაფიის მიმართ, და მე მგონი ნაწილობრივ მივიღებ პაცხი, მაგრამ მაინც დავაზუსტოთ. აი პირველად კამერა იყო თუ აქ დაკვირვება გარემოზე შენთვის და როგორც მივხვდი, მგონი მე მგონი კამერა იყო და მე იმიტომ რომ კამერა იყო რაღაცა ესეთი პრიზმა რომელიც იყო შენი ხელსაწყო, რითაც ხედავდი რაღაც სამყაროს რა. ეს როგორ არის ხედვა ძალიან რთულია ესე კამერის გარეშე ჩამოიყალიბო. ანუ შენ შეიძლება რაღაც კარგად ამუშაო შენი ფანტაზია, მაგრამ თუ არ გაქვს ხელსაწყო, რომ ეს ფანტაზია რაღაცნაირად გადმოიტანო რაღაცა ფორმით, ფოტოაპარატით იქნება თუ ფანქრით. ცოტა ძნელია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ჩარჩოები, რომელსაც ფოტოაპარატი გვიწესებს რაღაც ჩარჩოში ტრიალს, ხო? ანუ რაღაცა თითქოს გჭირდება. რაღაცა სახით, იმიტომ რომ და კიდევ მეორე კომფორტი. კამერის უკან რაღაცა თითქოს აი ძველად რო იყო ეს ფოტოაპარატები რო გადაიფარებდნენ ხოლმე. რაღაცა თითქოს აი მიუხედავად რამხელა კამერაც არ უნდა იყოს, სულ ვიმალები აი პატარა. ხო, თითქოს ფარია. ხო, და რაღაცნაირად ამიტომ ფარიც არ არის, რაღაც თითქოს გიცავს. მე უკვე ნახავთ, ბევრ რაღაცაში გიცავს რა, აი კომშიც გიცავს, კონფლიქტებშიც გიცავს, კი, ცოტა ისიც რომ ხახცო შევიყვანოთ ინტერესს. და ბევრ რაღაცის მომად გიცავს. ანუ ეს ჩემთვის აი ამის უკან ყოფნა ძალიან კომფორტულია. ფაქტურად ამის გარეშე ვერ ვარ. უნდა ნახო როგორ მიჭირავს ფოტოაპარატი რომ დავდივარ და ესე და იმიტომ რაღაცა ჩემია. თქოს აი სხეულის ნაწილია რა. და ეხლა ასევე უნდა მეკითხა, როდის მიხვდით ხო, რომ სამყაროს სიტყვებზე მეტად უფრო გამოსახულებებით აღიქვავდი და მე მგონი ამათთან ერთად მოვიდა. მე მგონი დროთა არა, განათლებასთან ერთად მოდის ბევრი რაღაც. აი მაგალითად სიტყვების გარეშე დღევანდელი რეალობა გამორიცხულია. ანუ ახლა გულისხმობ რა ისეთ დღეს ფოტოაპარატი აქვს ყველას. აღარ მაგაზე აღარ ვილაპარაკებთ ტელეფონით თუ. მაგ თემამდეც მივარ. ყველას აქვს ფოტოაპარატი, მაგრამ და ძალიან ბევრი არის ტექნიკურად კონცენტრირებული, რომ გადაიღოს რაღაც ტექნიკურად ძალიან გამართული სწორი ფოტო. მაგრამ ეგ დღევანდელ რეალობაში ეგ საკმარისი არ არის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რამდენი ეგეთი ვიზუალური ამბავი არსებობს, იმდენი კონკურენტი გყავს, ხო? კონკურენტი ყოველ კაი გაგებით გულისხმობ. იმიტომ რომ კონკურენცია რო არ იყოს, ვერ განვითარდება, გამორიცხულია, არ შეიძლება. არა, ვიღაცა თუ არ ყავს მე აი ანუ რა ვიცი, ჩაკეტილი ხარ და რაღაც კომფორტის ზონაში ექცევი და მე არა, კომფორტის არა ხა, თუმცა შენი თავის ტკბობით ხარ რა აზრია, რა ხო საინტერესო აღარ არის მე. მოკლედ იმის გვამინდა რომ ეს ფოტოაპარატები და ტექნიკა ძალიან კარგია. მაგრამ ეხლა მაგალითად თანამედროვე დიჯიტალ ციფრული
პერიოდის ფოტოგრაფები ვინც არიან, მე უფრო ფირის ვარ ჯერ, ანუ ცოტა old fashion ადამიანი ვარ, ვიზუალურადაც, ცხოვრების მანერითაც მე როგორც მივხვდი, თუმცა აი ციფრულს აქვს თანამედროვეები ვინც არიან, ისინი ეგრე არ ხედავენ როგორც ფიერ გამოვლილი ფოტოგრაფები ვინც ვართ, იმიტომ რომ იმათვის ტექნოლოგიები DNK-ს დონეზეა, თითქოს რაღაც სისხლში აქვს ეს ტექნოლოგიური ცოდნა. მექანიკური ცოდნა. ხო და ჩვენ კიდე გვიწევს ამ ყველაფრის სწავლა, როგორც ჩვენ მშობლებს უწევთ გაჯეტების ხო რა უნდა ხო რა პრობლემა დაპოსტე ან დედაჩემმა დაწერა რაღაცა კედელზე და უნდა დაეწერა მესენჯერში დაუშვათ whatever ანუ ის რაც ჩვენთვის ახლა მაგალითად ძალიან მარტივია და გასაგებია ზებამისად ამიტომ არის რომ ძალიან თუმცაღა რა თქმა უნდა ვინც მუშაობთ ამ სისტემაში დიდი ხანია და ფოტოგრაფები ვართ ახლა თვალთ ესეც ძალიან მაშინ არ ვართ მაგრამ აი ჩემი პირადად პერსონალური პროექტები რაც არის ფირით ვიღებ აი ჩემ მოგზაურობა იქნება თორემ მაგრამ მიქცევია ყურადღება სამუშაო თქო ციფრულია აი მის თქვა მინდა რომ სიტყვას რომ დავუბრუნდეთ დღეს როცა სოციალურ მედიაში რაღაცა გვინდა დავდოთ მარტო ლამაზი ფოტოს დადება აღარ არის საკმარი ისედაც მეტა ისეა აწყობილი რომ ითხოვს იქ შენის გაკეთებას მაგრამ ამის გარდა რომ რაღაცები უნდა აკეთო და პლუს უნდა ბევრი პროფესია შეითავს ამის გარდა დღეს ისო ჩემი ფოტო ისეთი უნდა იყოს რომ ყველაფერს ლაპარაკობდეს მეტყველებდეს ჩემი ახსნა არ ჭირდებოდეს მოკლედ რამდენიც გინდათ კი ბატონო ილაპარაკეთ whatever მაგრამ ტექსტი ჭირდება ანუ რა გადაიღეთ აი მაგალითად აი აქციების თემას დავუბრუნდეთ აქციების მივალთ აქციები ხო მაგრამ ეს აქციების მაგალითად დასათვალებული მაქვს მხოლოდ თარიღებით აი არის რაღაცები რასაც უყვები და არის რაღაცები რასაც უბრალოდ ფაქტობრივად ავღნიშნავ ანუ რომ აი რაღაცა მომენტები აი მანამდე მივალ მანამდე თუმცა იქამდე მინდა რომ ვიკითხო აი თუ შეგიძლია რომ გაიხსენო პირველი კადრი აი შენი ცხოვრებიდან რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო აი შეხედე და აი შეგძრა შეგაცბუნა თუ აი ეგეთი კადრი ვინმე ცნობილი ფოტოგრაფის ან უბრალოდ ესეთი კადრი ეს როგორი კითხვა იცი, ანუ ვერ გაგცე მაგაზე პასუხს. არა მაქვს მაგაზე პასუხი, როგორც არ მყავს საყვარელი ფოტოგრაფი. იმიტომ რომ ყველა ეტაპზე ჩემი გემოვნება შესაბამისად იცვლება. შეიძლება წელს ისეთი ფოტოგრაფი აღმოვაჩინო, რომ მივხვდი რომ თურმე ამ ფოტოგრაფის გარშემო როგორ ვცხოვრობდი. ანუ რაღაც ეტაპზე მგონია რომ ის ადამიანები გხვდებიან და ის ფოტოგრაფები და არა მხოლოდ მუსიკოსი იქნება ან ვიღაც ადამიანები, რომლებიც რაღაც ეტაპზე შენზე მოქმედებენ, შენ შემოქმედებაზე მოქმედებენ და არა მხოლოდ რაც მგონი უფრო სამყაროს ვიზუალ, როგორ ხედავ და მაინც ხო ყველაფერი ჩვენი თავის აღზრდაზეა, ჩვენ როგორ ხედავთ, ხო და? ამიტომ ვერ გეტყვი, რაღაც პერიოდში ვიღაც მომწონს, რაღაც პერიოდში ვიღაც, მაგრამ ეს მოწონებაც ძალიან ის არის, აი რაში მომწონს, რატომ მომწონს, ან რა შვება. მთელი თამბავი რა არის, რომ როდესაც მე რაღაცა ვაკვირდები, აუცილებლად კონტექსტის გარეშე არ ვაკვირდები. აი მაგალითად თუ მომწონს კარტიე-ბრესონის რომელიმე ფოტო ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა მარტო კარტიე-ბრესონი ეგ არის უკვე და მის ფოტოსაც არ ვხედავ როგორც მხოლოდ ფოტოს, მთელ გარემოს ვხედავ. დროს რო არის ომის შემდგომი პერიოდი, როგორ განვითარდა კამერები, რა პერიოდი იყო თხრობის მანერა, როგორ შემოიტანა. ანუ მილიონი რაღაცას ვანგარიშებ, იმიტომ რომ მაშინ მან ბევრი სიახლე შემოიტანა კომპოზიციურად თხრობის მანერაში. არა მხოლოდ მან, მე აღმოჩნდა რომ კიდე სხვა უამრავი ფოტოგრაფი იყო, რომლებმაც ასევე რაღაცას ავისი სიტყვა თქვეს. ეხლა მაგალითად აღმოვაჩინე საერთოდ იაპონური ფოტოგრაფია, რომელიც ეხლა შოქში, ეხლა რომ ახსენდება, ცუდად ხვდები, იმიტომ რომ საერთოდ კოსმოსი არის ჩემთვის, ისინი როგორ ხედავენ სამყაროს. იმიტომ რომ მეორე მომენტი არის, ეხლა ჩვენ ვკითხულობთ მათ ლიტერატურას, რაღაცა, კიდე რაღაცნაირად გვესმის, ფოტოში, რომელსაც ჩვენც აკეთებ და უცბად რამდენ საზღვარს ანგრევს. ანუ იმის თქვა მინდა რომ ყოველ ჯერზე მუდმივად ვარ ამ ადამიანების აღმოჩენით, იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა უსასრულო. ჩვენ მე პირადად გავიზარდე საბჭოთა კავშირის დროს და ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა ფაქტორად არ იყო. მხოლოდ იყო ის, რაცაც გადაწყვეტდნენ ჩვენს მშობლები თუ კოლეგები თუ რაღაცა, რომ აი ეს უნდა რაღაც. ჩემი ვიზუალური ინფორმაცია იყო, რაცაც უყურებდით ფილმებს, რაც დაშვებული იყო მაშინ და პლუს თორსა უკვე დავიწყე პირველი სამსახურში მუშაობა არქივებში ფოტოგრაფების ნამუშევრების თვალიერება და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა განათლება რომ რა არის ამბავი, რა არის ფოტოგრაფია, საერთოდ ყველაფერი მე ვისწავლე, როცა მე დავიწყე ჩემი სტუდენტებისთვის სწავლება. ანუ რეალურად დღესაც რო ვკითხულობ ლექციებს, დღესაც სიახლეებს ვკითხულობ.
იმათვის შეიძლება მნიშვნელობა არ ქონდეს, მაგრამ ჩემთვის აქვს, იმიტომ რომ ის რაც მათთვის 20 წლის წინ ლექციებს კითხულობდი ან 15 წლის წინ ის აღარ აინტერესებს დღევანდელ თაობას, ის იმ თაობას აინტერესებდა, როცა ვაკეთებდი და იმისათვის რომ რაღაცნაირად ესე პულსზე მქონდეს ხელი და ხვდებოდი დღეს სად არიან, მეც მიწევს მათთან ერთად მასალებს კეთება. ამიტომ მუდმივად ვარ, ასე რომ ვთქვათ, რაღაცა შემეცნების და გამორიცხულია, ესე თვითტკბო, ეხლა ძალიან კაი პრეზენტაციები მაქვს, გადასარევი ისტორიები მაქვს, მაგრამ სულ განვითარების პროცესში სხვა დროში ვცხოვრობ, ინფორმაცია საერთოდ სხვანაირად დაიყო. იმდენად ხო და იმდენად მრავალი ცოდნებიც არსებობს უკვე და რაღაცის თავიდან revision ალბათ. ცირა არის, მაგრამ აი ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება დღევანდელ თაობას მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკური თაობა ყავს მართლა ძალიან brave და ყველანაირად რა ვიცი, საოცარი ადამიანები არიან და უამრავ რამეს მათ განსწავლობ, ესენი ვარ მყავდნენ, არ ვიცი რამე შველებოდან. მიუხედავად ამისა ძალიან ზედაპირულად უყურებენ მაინც ხო აი მაგალითად ფოტოგრაფიასაც დავალებას აი ნებისმიერ რამეს ძალიან ხო გამოვიდა აი როგორ გითხრა სიღრმეში სამწუხაროდ ისე აღარ ჩადიან ხო აი ეგ არის რა აი ეგ არის საინტერესო და მეც მაგიტომაც ვასწავლი ამათ რომ გავიგო რა დონეზე ჭირდება და როგორ იყენებენ იმიტომ რომ ჩვენ ხო მაინც შეჩეული ვართ თან როცა დიდი ხნის წინ დამთავრებული მაგ ჟურნალისტიკა მეც და ვაკეთებდი აი ინფორმაციებს და პროდიუსერიც მივლენ რაღაცას ვაკეთებდი ინფორმაციას სხვანაირად ვამუშავებდით 1000 ადგილას ვამოწმებდით რა თელი ამბავი იყო და დღესობით ისეთი ხელმისაწვდომი გახდა აი არსებობს გადამოწმება ხო რა ძინასო და გო თარო ეტყვი რაღაცას მატყუებია აი რაღაც არასწორად ამბობ ხო ბოდიში ხო რაღაცას ნუ სადაც არის ხო მე თავი საჩხუბებ ამ მუდმივად ხო ნუ თან უკვე რა გაჯეტები გვაქვს ამ თასი პროგრამა და ხან ინგვწერ გაჩნია მე უკვე მეც ვიცი რომ ვის რომელი უნდა ვკითხო ან რა თემაზე მჭირდება და შესაძლოა რომელი უფრო მომწონს მე რომელში მაკმაყოფილებ შესაბამისად თვითონაც სწავლობენ ჩემენას და მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ძალიან კარგი ასისტენტები არიან რაღაც დოზით მაგრამ აი სიღრმისვერი კვლევა რაც ყველაზე მეტად ჭირდება იმისთვის რომ შენი მასალა იყოს საინტერესო აი სამწუხაროდ ამას ვერ ვაღწევ ჯერ ამ ბავშვებთან ამ სტუდენტებთან იმიტომ რომ ყველას უნდა ძალიან სწრაფად შედეგის მიღება და აი ძალიან სამწუხაროდ არის რაღაცა ეს სწრაფად ვერ იღებ რა ეხლა იმ დღეს რაღაც პარიზში ვიყავი მეპის გამოფენაზე და ქალბატონის გამოფენა იყო რომელსაც 10 წელი იღებდა მასალას ეხლა როგორ წარმოგიდგენია ვერ წარმომიდგენია მე დღეს თანამედროვე ფოტოგრაფი რომელიც 10 წელი შეიძლება რაღაც მასალაზე იმუშაოს და ჩემი თაობის ფოტოგრაფები დღემდე მუშაობენ წლობით ერთი და იგივე თემაზე. თუნდაც ავიღოთ ნათელა გრიგალაშვილი. ხო ანუ ბევრი მუშაობს დიდი ხანი და აი ამათ რო ვუყურებ ეგრევე უნდა ყველას ეგრევე ეხლავე კი აქ და ამჟამად რა ამ წამს არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგია მე არ ვამბობ მაგას უბრალოდ მეც ამას ვსწავლობ მინდა რომ იმიტომ რომ ალბათ რაღაც მაშინ სხვა დრო იყო ვითვალისწინებ ამასაც და დროც ისეთი ჩქარა არ მიდიოდა რა თქმა უნდა როგორც დღეს. თუმცა ხო გეუბნებით აი თოც ამ პროფესიაში ხარ, თან უნდა იჩქარო, თან არ უნდა იჩქარო, თან უნდა ქონდეს პერსონალური პროექტი, თან სხვა რაღაცაც უნდა ძალიან ბევრი რამე უნდა აკეთო, მაგრამ ბევრ პროფესიებსაც ვითავსებთ. კი ბატონო. აუ მე ეხა უცებ თვალში დამიდგა მე თვითონაც თვითრეფლექსიაში წავედი და ვიხსენებდი ჩვენი ლაპარაკის პარალელურად აი რა კადრი შეიძლება მე საერთოდ კადრებად დავუიქო სამყაროს აი ძალიან ესე ვყოფ ხოლმე ეგეთი აღქმა მაქვს და უცებ ეხა პირველი თავში ჩემში რაც მოიხარშა სტივ მაკურის ავღანელი გოგოს თვალები აი ნუ არ ვიცი გამყინა ამ ფოტომ როცა დავინახე და დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება რამდენიმე წამის მაგრამ ესე ანუ შემეყინა თვალები მოკლედ ამ სტიმაკურიზე მოკლედ ვიტყვი ბევრს არ ვილაპარაკე ოვზე და კონფლიქტზე მინდა გადასვლა სტიმაკურიზე არა ძალიან მოკლედ ვიტყვი სტიმაკურის მარტო იმიტომ ვცემ პატივს იმაზე აღარ ვილაპარაკო ფოტოებზე რომ მან დააწყებინა ძალიან ბევრ ადამიანს ფოტოგრაფია და მან ანახა თავის დანახული სამყაროთის ხვებს თუ როგორ შეიძლება გადაიღო და ძალიან ბევრს მოანდომა ეს. და დღეს მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომელიც დღემდე აღმერთებს მას და რა თქმა უნდა უამრავი ალბომი მაქვს, უამრავი რაღაც, არის მის სახელობის მოკლედ უამრავი რაღაცები ხდება და ნუ და ინდოეთში გიждდებიან და იმის თქვა მინდა რომ წარმოგიდგენე იყო ადამიანი, რამდენად დიდი უნდა იყო, რომ შენ მისცე мотивация ადამიანებს აკეთონ პროფესიაში. აი ხო, თან
თან მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ცხელი წერტილი, ანუ ომის ჟურნალისტიკითაც აინტერესებს ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ მე ვიცი, მეც ერთგან მასტერკლასებს მიტარებ და ეხა არ დავასახელებ მის სახელს და გვარს, მაგრამ ისიც ძალიან ინსპირირებულია თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ამ ფოტოგრაფიით. ომის ფოტოგრაფია ძალიან ესე ერთად ვერ მოხარშავ ყველას. ყველას თავისი კი, რა თქმა უნდა. უხცუთ სიტყვას ვამბობ, მაგრამ რაღაცა ასე რომ თქვა, ყველას უმეტესობას თავისი ინტერესი აქვს, რატო აკეთებს ამას. იმიტომ რომ ეს როგორი რაღაცა იცი, კონფლიქტების გადაღება ეს არ არის მარტივი. ეს არ არის ობოდ ახლა წავედით და იქ რაღაცა ყვავილები გადავიდეთ. არც ყვავილის გადაღებაც არ არის მარტივი, მართალი გითხრა, მარტივანი. ყვავილის გადაღებებმა არ იფიქრონ, რომ რამე მათი პროფესია დავაკრინე. არა, ძალიან რთულია ყველაფერი, მაგრამ ომის თემაში არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ რაღაცნაირად რაღაც სხვა რაღაცებს ეძებს. ვინ რას ეძებს? ზოგი პოპულარულობას ეძებს, ზოგი გაქცევას ეძებს. უამრავი ფოტოგრაფი არის რა ისთვის აკეთებს და ახლა ჩემთვის ჩემი კონფლიქტები ჩვენ ქვეყანაში რაც მიმდინარეობს, ვერასდროს ვერ იქნება ვიღაცა ადამიანისთვის ისეთივე როგორც ჩემთვის არის, იმიტომ რომ რამდენი ვიდეოც არ უნდა ნახო, რამდენი ფილმიც არ უნდა ნახო და რაც არ უნდა ნახო სხვა ქვეყნის ისე ახლოს ვერასდროს ვერ იქნება როგორც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. და პირველი კონფლიქტებს ხშირად ვიღებდი, იმიტომ რომ 90-იან წლებიდან მოყოლებული მაგას ვაკეთებდი ძირითადად. უცხოა ფორმით იყო ხან ჯარის აჯანყება, ხან სადღაც ბომბი ჩამოვარდა, ხან არა უამრავი, მაგრამ ომი არადროს არ მქონდა გადაღებული, იმიტომ რომ დასრულებული იყო უკვე აფხაზეთის კონფლიქტი და ასე შემდეგ, ანუ გულისხმობ აი ეს საომარი და თორემ მაგას არ არის ჯერ კიდე დასრულებული. გასაბამისად, ხო, რაღაც ესეთი მაგას კიდეც ეძახიან, თავისი სახელი აქვს ამ ყველაფერს. კი, განგრძობანი. ხო. აქედან გამომდინარე, ჯერ არ გადამიღეთ, თუმცა რა თქმა უნდა მოცნებობ იქ მოხვედრაზე. აუცილებლად მოხვდები მე. ან თუ იცით რომ მოხდები მითხარით. საერთაშორის აი მეც, აი მე 2008 წლის აგვისტოს ომის მერე ოკუპირებულ ტერიტორიებიც მაინტერესებდა, მაგრამ განსაკუთრებით აფხაზეთში გადასვლა მეც და აფხაზეთი მინდა, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახი არ იყო ესეთი მყარი, ასე ვთქვათ, ფინანსურად ძლიერი ოჯახი და შესაბამისად ვერ მოასწარე. ანუ პატარა ვიყავი, ძალიან ამბობენ რომ ვიყავი გაგრაში 3 წლის რო ვიყავი და მართლა არაფერი არ მახსოვს, ეს იყო 93 წელი და რაღაცნაირად არ გქონდა ეს როგორ გითხრათ ხელმისაწვდომობა ჩემთვის არ იყო აფხაზეთში მოხვედრა, ისევე როგორც არსად. და ეხლა რო დავდივარ და პარიზში რო უფრო ხშირად ვარ, ვიდრე ჩვენ სხვა გაგრაში. არა, სოხუმის გაგრაში კიდევ პარიზში უფრო ხშირად ვარ, ვიდრე გარეუბანში თბილისი, საქართველოსი, ანუ შეიძლება იქ უფრო ხშირად მოვხდე. ანუ მე ის თქვა მინდა რომ სამწუხაროდ ყველაზე ესეთი საოცნებო არის, ჩემთვის რა თქმა უნდა იქ მოხვედრა, იმიტომ რომ ეს თელი წარმოსახვა და წარმოგიდგენთ რომ ყვებოდი რომ არქივში ფოტოებს სწავლობდი თქო, ანუ ჩემი განათლება ეგ იყო. ну ეს როგორი ადგილი იყო იცით აფხაზეთის ფოტოებს რო ვათვალიერებდი რომელიც ნანახი არ მქონდა აი წამიგეთ თბილისის რაღაც მეტეხი თუ მცხეთა ან რაღაც იქნებოდა ესა თქო ნანახი მქონდა ისედაც და დაუშვათ დავდიოდი მე თვითონ აი წამიგეთ სამყარო რომელიც არის შენი ქვეყნის ნაწილი და ვერ მიდიხარ ეს ყველაზე ახლოს ვარ მისული აი ხიდთან და ენგურის ხიდთან მაგრამ მან კიდევ უფრო ახლოსაც ვარ დამყოფი საზღვარზე ჭუბურხინჯი არის ესეთი მანდ ვარ ერთხელ სახელმწიფო მინისტრი იყო მაშინ ჯორბენაძე ხო რაღაც შეხვედრა იყო და ჩუმად კი არა ვიღებდით მაგრამ არაფერს გადაღება არ შეიძლებოდა და თქვენ კიდე რაღაცები გადავიღე მაგრამ ძალიან ნერვიულობდი გვეგონა რომ ეხლა მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ძალიან ბევრს ვიღებდი მსგავს რაღაცებს და მაგრამ ომი გადავიღე პირველად. კი, 2008 წელს. სულ მინდოდა გადამეღო რა თქმა უნდა, მაგრამ და ვიცი რომ ეს თემა სენსიტიურია. ხო, არ მიყვარს ეს თემა საშინელად, მაგრამ აი ჩემთვისაც ძალიან სენსიტიურია და მაგიტო უფრო შემოვიტანე, იმიტომ რომ მე მაინც ჩემს ტრამვასთან ვაკავშირებ, ამას მე შემოყავი აბიტურიენტი და ძალიან მინდოდა აი მე-6 კლასიდან სულ მინდოდა ჟურნალისტობა და თან განსაკუთრებით ცხელი წერტილი ჟურნალისტობა. და აი განსაკუთრებით ჩემთვის ასევე ამაგისტოს ომიდან და არა როგორც აღმოჩნდა მე აქ დღევანდელი პოდკასტის ჩაწერამდე მე ცირე მოკლევა გავაკეთე ჩემს ბაბლში ერთგვარად მეგობრებში უფრო
სადაც ვკითხე თუ შეეძლოთ გაიხსენებინათ აგვისტოს ომრი და რომელ კადრს გაიხსენებდა. ყველა მათგანმა და სხვა შორის განსხვავებული ასაკის ადამიანებს ვკითხე. მარტო ერთი ასაკობრივი კატეგორიით არ შემოვიფარგლე და ყველა მათგანმა დაასახელა შენი ფოტოები. ეს ფოტო როგორც არის, აი დავუშვათ ამ ომის სიმბოლოს ფოტო დიქცა, მაგრამ სანამ და კოლექტიური მეხსიერებაც გააჩინა მოკლედ ქართველი ხალხისთვის ამის. ეგეც არის და პლუს იცი რა, მაგრამ ამ ფოტოს უკან უფრო მეტი პერსონალ პირადი ამბები არის, ვიდრე უბრალოდ მან როგორი რაღაცა არის, იცი მან აი წარმოგიდგენე, აი არა უცბად მოკლედ მოვყვები, თუ არის თემა ძალიან არ მიყვარს, მაგრამ რაღაცა აი ეს იყო პირველი ჩემი გადაწყვეტილება არ ვიყავი ხა ძალიან პატარა 28 წლის ვიყავი დღეს 28 წლის ხალხი რა ვიცი კოსმოსში დაფრინა ესე იგი ეს იყო ფოტო სანამ მაგ ფოტომდე მივიდოდი საერთოდ მაგ ამბავდე პირველი რაც გავაკეთე ეს იყო ჩემი პირადობის მოწმობა ხო რა შოშია ხო ხა ამ თემი პირადობის მოწმობა ის იყო რომ პირველად მივხვდი რომ ვადა ქონა გასული და რომ მქონოდა ხა ვადა რაღაცა აი მაგდას ვერ ხვდებოდი მაგრამ იმას ხვდებოდი რომ ვემზადებოდი სიკვდილისთვის იმიტომ რომ მე მინდოდა ეს იდენტიფიკაციისთვის რაღაც დამართნო და ადამიანებს ვეცნე ამას ვაკეთებდი ისე რომ ქვეცნობიერად ან ამას არ ვიაზრებდი იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი ყველა საკითხვა აი მე არ გეშინი ანუ მაგაზე რო იფიქრო ვაფშე არ დასნიშნავს და უფრო დაისტრეს ანუ უკრაინაში სამყოფი ვიყო მე მაგრამ ის то შიში რას ნიშნავს არ ვიცი რა შიში ვიცი მე ხოლმე გავიაზრე პოსტფაქტუმ ოღონდ მე კი რაღაც ორგანიზმი ხო რა თქმა უნდა სტრესი რეაგირება მაგრამ აი პირადობის მოწმობით რომ დავიწყე რომ მადაქონა გასული და დაჩქარებით ავიღე რომ იქ რაღაც დამართნო და მე ამოვეცნე ხალხს. ანუ ეს რა არის რომ მივდიოდი სასიკვდილოდ ასე რა ვთქვათ. და ეს არ არის მხოლოდ თვითონ რომ ეს არ არის უბრალოდ ფოტოსთვის წასვლა ხო ხდებით ეს არის მიდიხარ შენ იმისთვის რომ იქ უნდა იყო. რაღაცნაირად ეს პროფესია რომელსაც ვიპოვნებთ დიდი ხნის წინ და ერთად მოვდივართ რაღაცნაირად არ მღალატობს არასდროს და ასე ერთად მივდივართ. მე მგონია რომ მე რომ ხალ წერა ვიცოდე დავწერდი, ხატვა ვიცოდე დავხატავდი, მაგრამ ეს არის მე რაც ვიცი. მე მეტი გამოსახულებებით მეტყველება ხო, ანუ ეს არის რასაც მე ვხედავ და ჩემი ნანახის გაზიარება არის ის ფოტოები. დღეს რო ვუყურებ იმ ფოტოებს, ძალიან ბევრი ფოტო არ არის გადაღებული სხვათა შორის, 2 დღე ვიყავი. 7 და 8 აგვისტოს მაგრამ როგორც ამ ორ ფოტოში ამ 2 დღის ფოტოში ნახე ამბობ აი განსაკუთრებით აი უკვე დაბომბვის დროს 8 აგვისტოს 7 აგვისტოს დაბომბვა უფრო ეს კიდე ცალკე დღე არის რომელშიც ხო იმაგას მე კიდე მოვყვები ამაზე არის ის რომ ფოტოებს რო ვუყურებ დღემდე დღეს არ ვუყურებ ამას როგორც ამ ფოტოებს ვუყურებ და ჩემ თავს ვკითხულობ დი ბევრი არის შეცდომა, ზოგი ატრიალებული კადრია, ზოგი არაფოკუსში და მან უკვე ცნობ რამდენად ემოციური იყო ეს ჩემთვის. აი, ზუსტად, ანუ დისტანცირება ამბავთან. და ამიტომ ეს არ არის, რომ ეხლა მე ეს ფოტოები რაც გადავიღე და გამოვაქვეყნე, ეს არ ნიშნავს, რომ მაგ ფოტოების თლიანად ჩემი ისტორია, ის განცდილი ის 2 დღე. მე მოდ ვერ ვიჯდებოდი. არასდროს არ ვჯდარ ვარ სახლში. არც ერთ აქციაზე, არც ერთ მიმდინარე მოვლენაზე, არც ერთ მთავრობ. ანუ ესეთი რაღაცა არ ვიცი რას ნიშნავს. სულ ყოველთვის ვიყავი ჩართული როგორც ფოტოგრაფი, როგორც მოქალაქე. იმიტომ რომ მე შეიძლება ჩვენ ესეთი ჟურნალისტი გვაქვს, მე პირადად ანუ ესეთი ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, რომ სულ უნდა გეფილტრა, სულ უნდა გეფიქრა, სულ უნდა რაღაცა უნდა ასე ბალანსები გეპოვნა კიდე ვიღაცები და ძალიან რთული იყო რომ ფოტოგრაფი იყო შენ თვითონ მოქალაქე და უბრალოდ კი არ იღებ ფოტოებს უბრალოდ მონაწილეც ხარ და ეს იცი როგორ რაღაცა არის აი მაგალითად ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ იქნებ რაღაც დაგაფინანსოს ან სადმე დაიწყო ეს არსად არ მინდა არც დაფინანსება და არც მუშაობა იმიტომ რომ მე სამსახური როცა გააქვს კიდე სხვა პასუხისმგებლობები მოდის და აქ ხარცრულად თავისუფალი და თავისუფლება გაძლევს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას რაღაც ქმედების მიმართ. და ეს პასუხისმგებლობის არშიში არის ის რაც გამოგწურთნა ამ მთელი ჩემი ცხოვრება 90 წლებიდან მოყოლებული დღემდე ამ მიმდინარე მოვლენებში ჩართულობებმა და
დაზიანებებმა, გინდა სხეულის, გინდა მენტალური უსასრულოა. სულ მგონია ხოლმე ეს რო ვიხსენებ, რომ ეს ასეთ არ დამთავრებულა. ანუ სულ არის ეს შენი ხო, ნამდვილად. საწავიდა ეხლა შიმშილობა, უგაზობა, უშუქობა, კონფლიქტები ერთ ეზოში მოხარშული საჭმელი ჭამა მეზობლი ანუ საწავიდოდ და ეს ხო და სულ შეწყდება ხოლმე გული რომ ადამიანები ამას ძალიან სიყვარულით იხსენებენ ხოლმე საერთოდ არ ვიხსენებ ამას სიყვარულით არ მიყვარს ეგ დრო იმიტომ რომ ეს არ იყო ცხოვრება ეს იყო რაღაცა არ ვიცი ეს კიდე პატარები როცა ვართ ალბათ კიდე რაღაც სხვანაირად ხედავ ეხლა რომ წარმოვიდგე ეხლა ჩემი და რომ ვავლებ მეც ჩემს კადრებს ბნელი და ტკბილი 90-იანები ხო ქვია მაგრამ აი ბნელი მრჩება არა ბნელი თუ რა უნდა მივიღოთ ის რაც ადამიანებს ენატრებათ ახალგაზრდობა ენატრებათ რაღაცა თავისი წლები ენატრებათ თორე ნუ რა ვიცი ახლა პურის რიგში მეძინა თაროებზე და მაინც მეხუთე ვიყავი ხოლმე პირველი არასდროს არ ყოფილა და არაკნებში და რაც უბედურებებში ცხოვრობდით ანუ რა ვიცი ახლა რა კითხა პატარა ბავშვები ვიდექით რიგში და ხელზე გვეწერა ნომრები პურის და ნავთის და რაღაც ანუ არ ვიცი რატომ უნდა მინდოდეს და მიხაროდეს ეგ და ალბათ მეც ამიტომ უფრო აღვიქვი მეც რომ ქართველი ვარ და ჩვენს რაღაც თითქოს ხეულებრივად განვიცდით ამ ჩვენს ეროვნულ ტკივილს და ეროვნულ კონფლიქტებსაც და აი მე შემიძლია გავიხსენო დაახლოებით 2 წლის წინ ვიყავი ფოტოგრაფების ვორქშოპზე შვედეთში და იქ ყავდა ერთი ლექტორი ბიონ პერსონი ფოტოგრაფი რომელიც თურმე 2008 წლის აგვისტოს ომში იყო ჩამოსული და იღებდა და აი მან იმ პერიოდში ჩემში მოხდა რაღაც ცნობიერი გადატრიალება ერთგვარად იქიდან გამომდინარე რომ მანამდე და მე ისედაც მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტი ესე ცალსახარ ვერ გავხდი მაგრამ ამბის თხრობის ნაწილში ვარ სულ მაინტერესებდა მაინც ეს კონფლიქტები არა მარტო ქართულ აფხაზური არამედ არაბული წვიმიანი არაბული გაზაფხულებიც და მას ცალკე ბლოგის დავწერე წვიმიან არაბულ გაზაფხულზე და აი სულ მახსოვდა ეს ომი ჩემ ცნობიერში ასოცირდებოდა რაღაც სისხლისღვრასთან, სისხლთან, სიკვდილთან მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად აგვისტოს ომში დავკარგეთ არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, ჩემ მეგვარეს სხვათა შორის და ამანაც კიდე რაღაც დონეზე განაპირობა, აი, ნუ არ ვიცი, მოკლედ საშინელი ტრაგედია არის ომი და საშინელი დანაშაული საერთოდაც კაცობრიობისთვის შეიძლება ხატოვნად რო ვთქვათ და აი ამ ფოტოგრაფმა რაღაცა ომის სხვა პერსპექტივით დამანახა. ალბათ ეხა დავფიქრდი ჩვენს საუბარში და რახან ის სხვა ქვეყნიდან იყო ძალიან სუპერ განვითარებული ეხა შვედეთი, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა განვითარებულ სახელმწიფოებს შორის, ხომ? და ის რა თქმა უნდა, ანუ და ქონდა გადაღებული ომთან ერთად თანაცხოვრება, ადამიანები როგორ მუშაობენ ბაღში, როგორ ამუშავებენ მიწას, როგორ იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად ომის ფონზე. და იგივე რაღაც მენტალური შოკში ჩავარდი, როცა სანაელ სტუდენტებთან მქონდა, ნუ დისტანციური კომუნიკაცია და მათაც მითხრეს, რომ ნუ რა გავაკეთოთ, ჩვენც ესე კი ვიცით, რომ ტერორისტები არიან და რო გავალთ სახლიდან შეიძლება ვერ დაუბრუნდეთ, მაგრამ ომთან ერთად ცხოვრებას ვწავლობთ და ჩემთვის იყო ცოტა აი ძალიან შოკის მომგვრელი. შეგორ არის, არ ვიცი ხა ალბათ მარტო ჩემი მოსაზრებას ვიტყვი, მაგრამ რაღაცნაირად ეს ომებიც რაღაცა თითქოს ზოგი ომი ერთმანეთს გავს. აი მაგალითად იმიტომ რომ ალბათ ეს აღიარებულ მტერზეც არის ხო ეხლა მაგალითად როცა უკრაინაში ჩავედი კონფლიქტის გადასაღებად ანუ არ მიგრძნია რაღაც სხვა ქვეყანაში ჩავედი ანუ ეგ მომენტი არ მქონდა იმიტომ რომ ეს საერთოდ შესაბამისად იქ შეხვედრილი ადამიანებიც იდენტურად და ყველაზე მეტად რაც ემოციური იყო ჩემთვის ძალიან უკრაინაში პირველად რო ჩავედი ის იყო რომ მე მეტი არაფერი არ შემიძლია გადაღების გარდა ეს არის ჩემი ხერხი რაც შემიძლია გავაკეთო იბრძოლა ამ თვალსაზრისით ეს არის რომ ამ კადრებს ამ ფოტოაპარატებს და ჩემს ძალიან ბევრჯერ მოუგია იმიტომ რომ ის რასაც ჩვენ ხედავთ სამყაროს როგორც ჩვენ ხედავთ და შეგვიძლია გვაქვს იმის ინსტრუმენტია ჩვენი რომელთაც შეგვიძლია მოუყვეთ და რაღაც საზოგადოების ნაწილი უყურებს ამას და ხედავს და გულთან ახლოს მიაქვს თუ ჩემი ფოტოებით ვიღაცის რაღაცა პატარა მაინც ცოტა ცვალე შეუცვალა მაგრამ რაღაცის მიმართ ეს არის ჩემთვის
ყველაზე დიდი ხო რა ანუ მაგაზე დიდი არაფერი აღარ არის და ამიტომ არის ყველაზე საშიში ამავდროულად იმიტომ რომ ვიცი ფოტოგრაფიის ძალა რა არის და რამდენად შეუძლია მან შეცვალოს ძალიან ბევრი ადამიანის ფიქრიც და დამოკიდებით თუნდაც აი ის რომ ყველას ეს ფოტო ახსოვს ხო ეს ქალბატონი კი ძალიან ფრთხილად უნდა იყო ამ ხელა მოცულობის ინფორმაციასთან მაგრამ მთელი ამბავი ვიცი რატო ახსოვს ხალხს ეგ ფოტოები უფრო მეტად ვიდრე იმ კაცის რომელიც იღებდა ასე აი საერთოდ იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ომი ეს არის ჩვენი კონფლიქტი ანუ ეს არის ჩვენი თვალით და ამიტომ ჩვენი თვალით დანახული გარემო სხვანაირად ჩანს სხვანაირად გვხვდება და გვხვდება ჩვენიანებს იმიტომ ასევე როგორც ჩვენ ესე ვანა ხვდებით ხო რა შენიანის გადაღებული სხვანაირად გრძნობ ამას იმის გადაღებული ასევე ისინიც ესე არიან ჩემთვის ახლა მაგალითად არადოს არ გამიგზავნია ეგ ფოტო არც ერთ კონკურსში აი საერთოდ არცად არ გამიგზავნია დაიჭერე აი საერთოდ აი ერთ-ორ წიგში და მეთქე რა თქმა უნდა ნებართვით არც გამიყიდია ანუ ამაში და ფულიც არა აი საერთოდ მსგავსი რამე არ ყოფილა იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პერსონალური ცხოვრების ისეთი ნაწილი რომელიც შეუფასებელია და მე როის გამეგზავნე როდესმე სადღაც კონკურსში და გაიმარჯვებდა ან არ გაიმარჯვებდა ეგ ეს აღარ მაინტერესებდა იმიტომ რომ იმათთვის ეს არ იქნებოდა ესეთი ღირებული მაინც ისეთი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის არის და აი ნამდვილი ნაშრომ ინტელექტუალურ შემოქმედებით საქმიანობს ეს არის ჩემი ისტორია ჩემი ამბავი რომელიც არის ყველაზე მტკივნეული ალბათ რა და ჩვენი ცხოვრება ფოტოგრაფების ჩვენი პროექტებიდან გამომდინარე ძალიან გვცვლის ნებისმიერი რამე ძალიან გვცვლის რაც არ უნდა ეხა ეს ლამაზი სცენარი რო გადავიღო ესეც შემცვლის ანუ ყველაფერი ასაც ვეხი თვალი ხედავს და ფოკუსირდა და რაღაც კომპოზიციაში შეკრა უკვე რაღაც სხვაგან გადაი ანუ ყოველ კადრის შემდეგ შენ ხარ სხვა ადამიანი და ყოველი ღონისძიების ასეთი განსაკუთრებული ამბების შემდეგ ხო ვერ იქნები ვერასდროს ის ვინც იყავი მანამდე და შენ წარმოიდგინე რამდენი გარდასახვა გვაქვს ფოტოგრაფებს ჩვენი შრომიდან გამომდინარე და რაც უფრო იაზრებ ამას უფრო ხვდები რომ უფრო ხვდები იმ რეალობას რაშიც ცხოვრობ და ყველაზე მეტად მეზარება ხოლმე სწავლება აი სტუდენტებსაც მეუბნები ხოლმე ძალიან მეზარე მაგრამ მაგათ გარაში არ შემიძლია იმიტომ რომ თუ ვერ ვიგრძენი ის რა მოიტანა ამ ყველაფერმა სად ვარ ახლა მე ყველაფერში ვანგარიშო, ყველაფერში ვხედავ, ყველაფერში მოაქვს ეს ინფორმაცია, ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყოველი ლექციის შემდეგაც სხვა ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ის სტუდენტი რა კითხვას დამისვავს, ან ჩემი ნათქვამი მასე როგორი მოქმედებს, ეგეც ძალიან ასევე ძალიან საშიში და საფრთხილო არის ჩემთვის. და ძალიან დიდი შრომაა და ამიტომაც მაგრამ ადრე ძალიან ველოდებოდი ხოლმე რომ მინდოდა ჩემი დამთავრებული სტუდენტებისგან აუცილებლად გამოსულიყო ნუ თუ ყველა არა ერთი ორი ადამიანი მაინც ფოტოგრაფი და ეხლა აღარ მაქვს ეს სურვილები იმიტომ ის ყველა ფოტოგრაფია თავი რა არის რომ უბრალოდ ხო მივიდე მაგრამ მან ვერ გამოვტოვებ აი უკვე მეორე წელია პროტესტში ვართ და მთელი საქართველოს დიდ ქალაქებშიც არის უწყვეტად 530 დღეზე მეტია მე მგონი უკვე ეს პროტესტები მიმდინარეობს და მეც გადამიღია და ვიფიქსირებ რამდენიმე კადრი მაქედან მაგრამ აი რომელიც აქტიურად იყავი ჩართული ამ პროტესტში შენი დაკვირვებით, აი როგორ შეიცვალა და მით უმეტეს ამხელა ისტორიული მეხსიერება გაქვს პროფესიიდან გამომდინარე. აი როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური ენა 90-იანებიდან დღემდე და ეს პროტესტი, აი ეს უწყვეტი პროტესტი ამ მხრივ ანუ გამოსახულებების აღქმებში რო დავრჩეთ აი ფოტოგრაფის პერსპექტივიდან თუ შეგიძლია იცი როგორ არის ვიზუალურ ენაზე. ვიზუალურ ენაზე თუ წავედეთ პირდაპირ, ვიზუალურ ენაზე არის ის რომ თვითონ ძალიან ახალგაზრდა პროტესტია რა ანუ გულისხმობ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩართულია ხო აი წინა წლებში მაგაცა ჯენზის ბრძოლაც დღემდე არის ეს მიდის და მთელი საინტერესოება ის არის რომ ეს პროტესტი არ არის მხოლოდ რუსთაველზე დგომით ეს პროტესტი გაჩნდა ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმატში სხვადასხვა მდგომარეობაში
და თუნდაც იმაზე რომ როგორ საუბრობთ ამაზე თავისუფლად. მე მაინც გონია რომ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმ 90-იან წლებიდან დღემდე რომ ეხლა ჩვენ და შენ ვიჯდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ და ბევრი მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის რომ დღეს ძალიან ბევრი საფრთხეები აქვს ამ თავისუფალ თქმას ან თავისუფალ ვიზუალს. ძალიან საინტერესოა ხოლმე რამდენად ცვლის ვიზუალური თხრობა შემდგომ კანონებს. აი ზუსტად. აი ეს იყო ძალიან საინტერესო მე თქვენ განსაშლება აი ხო აი მინდია გაბაძეს кейსი მახსოვს ხოლმე იმიტომ რომ აი რო იღებდა სასამართლოებს იმდენად ემოციური იყო ეს ფოტოები და გავლენას ახდენდა რომ აკრძალეს გადაღება. ანუ ხო ხვდებით თქვენ ესე იგი როგორი ძალა აქვს ვიზუალურ ინფორმაციას და რამდენადაც შენ ანუ თავდადებული იყო რაღაცის მიმართ. მაინც ეს ცვლილებები ყველაფერს მოყვება და ამის გარდა რომ ყველაფერს მოყვება, შენ ხარ ამის პასუხისმგებელი რიჩაგი, რომელიც თან გზრდის, თან მეტ პასუხისმგებლობას გაძლევს და თან წარმოიდგინე შენ შეგიძლია დღეს თანამედროვე ბავშვ სტუდენტებს, ახალგაზრდებს და ახალგაზრდა ფოტოგრაფებს, ფოტორეპორტიორებს, რომლებიც არ არიან მხოლოდ ფოტოგრაფები, ესეც გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრ რაღაცას იციან, ვიდეოც, ტექსტის წერაც, ანუ ძალიან მაგრა აკეთებენ ამას და ამდენ ზივარ ხოლმე და ფიქრობ, მართლა როგორ მოიფიქრა, რა მაგარია. და მინდა გითხრა, რომ ძალიან ბევრს ვუყურებ უცხოურ მედიას სწავლობ, თქმა უნდა, იმიტომ რომ უამრავი მოვლენები მიდის, რომ ძლივ წვდები უკვე, მაგრამ ვიზუალურზე გულისხმობ რასაც ჩვენი ფოტოგრაფები, ახალგაზრდა ფოტოგრაფები აკეთებენ ამ უწყვეტი აქციების განმავლობაში, რამდენ მრავალფეროვნებას იღებენ. და კრეატიულიც არის მე მგონი ეს. ძალიან. იცი როგორია, მარტო ესენი კი არიან კრეატიული ფოტოგრაფები. მან პროტესტის მონაწილეები იმდენად და მე კიდე ეს ხალხი ვინც ამას იღებს, ამას ამჩნევს იმდენად ვიზუალურად. იმიტომ რომ ეგ არის რა, დღეს ისე არის გადახლართული და გადაბმული ეს პროფესიები, ვინც აკეთებს, ვინც იღებს, ვინც ანუ ერთმანეთის ენა უკვე ისე ესმით, უკვე ყველა მიწის უკვე სად უნდა გაამახვილოს ყურადღება, აქცენტი რაზე გაკეთდეს იმაზე, ანუ ძალიან ბევრი რაღაცები ხდება ხოლმე. აი ხლა ყოველდღე რო ვიღებდით აქციებს. ყოველი დღის აქცია განსხვავებული ვიზუალი. თუ ვერ წარმოიდგენთ ეს რამდენად შემოქმედება. ენერგია შეიცვალა. გამბედაობა შეიცვალა, ენერგია შეიცვალა და უშიშრობა. ამდენი კანონის და მიუხედავად აი ხა ტროტუარზე დგომის გამო. წარმოგიდგენთ შედიხარ ყოველ დღე და არ ვიცი როგორ არ მოქმედებს ეს. და ჯარიმებიც კიდე. მუდმივად ეს ჯარიმები იმდენად სოლიდარობის განცდა. ყველაზე საშინელი გრძნობა ამ ფოტოებს ხო ვუყურებთ, თან ხო არ აქვს ვინ უყურებს ახლა ფოტოებს, რომ მე ხა ეს კაი კადრია, რა ლამაზი კომპოზიცია. ანუ საერთოდ არავინ აღარ მაგას ხვები მეც, რომ ანუ ეგ აღარ არის მთავარი არის შინაარსი, შიგნით რა რადეს. ხო. რომ აი ეს ადამიანი რომ დააჯარიმეს, ახლა ვინ ფიქრობს, ახლა მე ლამაზი კადრი იყო, ახლა ეს და უცებ აუგროთ ჯარიმის თან, ხო, ეგ არის უფრო. Who cares? მეც ჩემი დაკვირვებით მგონია და ამითი ამაყევარ და ამაში პოზიტივს ვხედავ, რომ აი თითქოს საზოგადოება ვიზრდებით, სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობ და ეს სოლიდარობის განცდა არის. ნუ ვისურვებდი უფრო მეტი ყოფილიყო. იცი როგორ არის და მართლა ძალიან ბევრი ვისწავლეთ. ეგეც არ ვიცოდით რა. ხო, არ ვიცოდით. ისეთი რაღაცა რო ხდებოდა ქუჩა, ისე გავივლიდით, რომ ზედარ შეხედავდნენ. და დღეს ყველა მოქალაქე თითქოს ჩართულია ამ პროცესებში. და ეგ არის რა ძალიან რაღაც რესურსი იღებს. კი ძალიან და მაგრამ წარმოიდგინეთ აი ემოციურადაც იმ დღეს რაღაც ძალიან ბევრი რაღაცაში გვეტყობა ეს რომ ჯერ კიდე სულ აი ამ მდგომარეობაში ვართ. ოღონდ მარტო ამ აქციაზე სულ ვართ აი ამ მდგომარეობაში. სულ რაღაც სულ პროტესტი. მეც აი მე რაც დავიბადე. და აი წამიგდი რომ ფიქრობ და რაღაცნაირად მე რომ ვუყურებ აი ხელოვნებაში როგორ გადავთ სხვა ხელოვნების დარგებში ხო? აი მაგალითად ფეშენი იქნება ეს თუ მუსიკა იქნება თუ რაც გინდა ანუ ნებისმიერი
როგორ ჩანს ყველგან ეს და იმიტომაც არის რომ ყველგან ვართ აი სულ დევნა მომყავს ხოლმე ტანსაც მელშიც კი აი ზუსტად დევნა და მეც კი და მეგობარი მყავს რომელმაც შარშან ვაშინგტონში აი ზუსტად უკან ეწერა და სხვათა შორის ეს პუტინი არის ომის კრიმინალი ეგეთი წარწერი დიზაინი DC Fashion Week-ზე ქონდა გამოტანა ანუ ხო როგორ ყველა სფეროში შეაღწია ხო და წამოდეთ ხალხო ეს როგორი გამბედობის მწვერვალია ხა ჩემთვის რომ 90-იან წლებში გამოვლილი რო გაქვს მე რა გადავეკიდე 90 იმდენი წლები გაქვს გამოვლილი ხო ანუ ძალიან ბევრი ეტაპები გაქვს ცხოვრების ხო ანუ უსასრულო მდგომარეობაში ვარ სულ ვიღაცას ვებუწვიცო რაღაც მაგრამ ვერცით ისირისთვის უბრალოდ სიტყვის თავისუფლებისთვის გამოხატვის თავისუფლებისთვის და უბრალოდ უკეთესობის ანუ მე რასაც ჩემი გრძნობის გამოხატულობისთვის იბრძვეს ადამიანები თუმცა გამოხატვის თავისუფლება ამ რეპრესიული კანონმდებლობით ის რომ მაგალითად სასამართლოს ხდომები დაიხურა და იკრძალა ეხა მოკლედ Facebook-ზე აი რამდენიმე ერთი კვირის წინ დაახლოებით ჩემი Facebook მეგობარი საჯარო პოსტის გამო დააპატიმრეს ორკვირიან და სოლიდარობა ჩემგან აქედან რომ ორი კვირა უნდა იჯდეს ციხეში იმის გამო რომ შეაგინა პოლიციას Facebook პოსტი რა რაოდენობის ანუ ყოველ დილით რო ვიღვიძებ რო ვიწყებ ამ ყველაფრის კითხვას, დააჯარიმეს ორი გზაზე კუჩის გადაკეტვისთვის, დგომისთვის, გამოხატვისთვის, თავის პირად სივრცეში ორი თავის სიტყვისთვის, რომელიც მას უბრალოდ თქვა. მაგრამ თან ყველაზე მაგარიცი რა, ნუ კაი ეს ამათ არავის ეს უკან არ მიაქვთ. არც ერთს არ უთქვამს, რომ მე აღარ ვიზო. აი, ბოდიში მოიხადე კიდე იქიდან აი ამათი სიძლიერე არის მე ის რომ გვაძლიერებს ჩვენ ვინც მუშაობთ, ვინც ვაკეთებთ, ვინც ვსწავლობთ მაგათგან პირველ რიგში, ხო? ანუ თანი ამბავი ხო ეგ არის, რომ მათი ქცევიდან ჩვენ მე იმთხელ ენერგიას ვიღებთ, რომ ვართ ძლიერები. მეგეთი შეგრძნება არაზროს არ მქონდა მანამდე არც ერთი აქციის დროს, რა ვინან გამომზდევდა და რა არ გამიკეთებია, მაგრამ ეს ეხლა რომ ვიცი რომ რამხელა ერი დგას უკან ამ ყველაფრის ქმედებების უკან, რომელსაც შენ უბრალოდ ქვეყნის სიყვარულისთვის აკეთებ და ისეთი სიყვარულს როგორც შენ ხედავ, ანუ შენი დამოკიდებულებისთვის წარმოგიდგენე ის ჯიან ადამიანებს და რა ვაგრძელებთ და ვიდის და რაღაც თითქოს ეს უფრო გამოწვევაში გვაგდებს თქო ეგეთი აი წინა აი განსაკუთრებით ერთი ეხა მგონია რომ პროტესტში ნუ ყველაფერს ხო თავისი ლიმიტები აქვს და მგონია რომ უკვე პროტესტის კრიზისშია გადაწო ანუ ყველა დაიღალა და ამ შემდეგ მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც არ იღლებიან და სწორედ ისინი რომელიც 530 დღეზე მეტია უკვე განან და მან არ არის მხოლოდ ეგ მომენტი ძალიან ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი. პლუს ძალიან რთულია ამ ვისარებაში რეალობაში აღიქვავდე. ამ რეალობის აღქმაშიც ძალიან დიდი ეფორტი, აი უფრო მეტი ძალისხმევა არის საჭირო, იმიტომ რომ როდესაც შენ მხოლოდ ეს სოციალური მედიაც ხო ისეთ ინფორმაციას გაწუდეს, მხოლოდ რომელიც შენ ინტერესდები და გაზ. შესაბამისად, იქითკენ რა ხდება უკვე ცოტა სხვა თემებში. აი ამ თემებს არ უნდა მოწყო, არ უნდა. აი ეგ არის, რომ ყველაზე მეტი სამუშაო ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიტანის არის საერთოდ ეგ ამბები და ეგ არის რომ საკვლევი და გასაგები, იმიტომ რომ არა მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ჩართულები ვართ ასეთ პროცესებში, არამედ თვითონ პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც. ანუ ძალიან ბევრი ფიქრობს თვითონ რასაც კითხულობს Facebook-ზე და Instagram-ზე, რომ ეგ ხდება. ძალიან რთულია, რომ მე შეწყნარად მიხვდე, რომ ესე წუთით ეხა რა ხდება და მოდი აბა ეხა აქ რა ხდება და აი რატო? აი რა 180 გრადუსით განსხვავდება. საუბარი, დისკუსიები ამის ალტერნატიული აზრი. ალტერნატიული აზრი არ ვიცი შეიძლება ვერ მოვისმინო მე პირადად ეხა ხის ალტერნატიული აზრი ამასთან დაკავშირებით. მაგრამ რაღაცა მოამრავი კითხვები უნდა გვიჩნდებოდეს, რომ აი მაგრამ როგორი რაღაცა არის, იცი რომ აი ეს უამრავი კითხვების რაღაც პასუხები, აი ეს ხა მე მაგათაც ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში, ძალიან ბევრს დავდიოდი რეგიონში, სხვადასხვა ასე ვთქვათ, თემებს ვაშუქებდი ძალიან ბევრს სოციალურ საკითხებს. უამრავს და დღესდღეობით ავწუხაროდ აღარ მიწევს, აღარ არის ამდენი სამუშაო და ცოტა თითქოს მეც მოვწყდი ამ
აი იმ რეალობას ეხლა რასაც ვამბობ, რომ მოდი კიდე რაღაცები ვნახოთ იქით რა ხდება, აბა იქით იქნებ, იქ როგორ მივიტანოთ ესე. და აქედან გამომდინარე, აი ეს ცოტა გულს მწყვეტს, რომ ეს შესაძლებლობა აღარ არის, ხო. აი, უბრალოდ ამ ხალხთან კომუნიკაცია. ის როგორ არის? აი, თბილისში ვინც ვართ, ეხლა ძალიან ესე ვართ, რაღაცა როგორ გვიჭირს და წამოგენა რეგიონში ვინც პროტესტშია. იმათ ხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. იმათთან როგორ უნდა მივიდე არ ვიცი. იმიტომ რომ მე როცა ჩავდივარ ხოლმე რეგიონში და არის აქცია, ყოველთვის ვიღებ, ანუ არ არსებობს, რომ ახლა ზუგდიდში ვიქნებოდო ბათუმში, ყოფილა რომ ზუგდიდიდან ბათუმში გადასულა, ფოთიდან იქ ყოფილი გადაღება, მაგრამ იქ წავს. აი, იმის თქვა მინდა რომ სულ ვცდილობ რომ ეს რეგიონებში, იმიტომ მე ეს ემოცია რომ ჩავდივარ ხოლმე და რომ ხედავ, ანუ არ არის ადგილობრივი ფოტოგრაფი, არ მუშაობს, ან რაღაც უცხო ჩასული ვარ, ხო, ანთბი. ისეთი სიხარულეა და ისეთი მადლიერებაა, რომ აი რაღაცნაირად და ან არაფერი კავშირი არ არის მადლიერებასთან. პირიქით, მე იქით ხო ხვდები რომ მაგრამ აი იმის თქვა მინდა რომ ეს რაღაცნაირად წყდებით, თითქოს რაღაცნაირად ვიკეტებით იმ ჩვენს გარემოში, ჩვენს მეგობრებში, მწრეში, სადაც ვართ და გონი უნდა შეგვეძლოს გასვლა რა. კი, რაშიც ზუსტად ეს ფოტოებიც და ეს ამბის თხრობაც გარკვეულწილად გვეხმარება. რომ ისეც რომ დავასრულოთ ეგ საკითხი. აი მაგალითად 1 წლის წინ, უფრო სწორად 2 წლის წინ სურათხატებად მქონდა ჩამახსოვრებული ქალები ბრძოლის წინა ხაზზე და ამაზე ერთი ბლოგიც დავწერე მახსოვს და მინდა აი მაგალითად ჩემთვის პროტესტის სურათხატი იყო ნანა მალაშხია რომელიც ევროკავშირის დროშით არის და წყლის ჭავლს არ უშინდება მოკლედ ეს კადრი ჩამრჩა აი თუ არის შენთვის ეგეთი აი თუ გაქვს კადრი რომელიც აი პროტესტთან თუნდაც 90-იანი წლებიდან რომელიც პროტესტის სიმბოლო შეიძლება იყოს. არა, გამორიცხულია, არ არის ეგეთი კადრი, იმიტომ რომ ჩვენ ვარჯერ კიდე ამ პროტესტში, ეს კადრები კიდე ესე არ დასრულებულა, რომ თქვა, რომ მაინც და მაინც ეხლა ამის. მე მაგალითად მაგ ჩემი საყვარელი ფოტო. უცნაური სიტყვა, მაგრამ პირდაპირ კავშირში, რომელიც აი მაგ ესეთი ფოტოა, მე რა ვიცი, დებთ კომენტარში შეგიძლიათ ჩაკეროთ. კი, ჩავკეროთ. არის ესეთი სტენსილის ხატავენ ევროკავშირის და ეგ მახსოვს ეგ ფოტო რო გადავიღე, მე ტეფრაღი გადამიღე, ფოტო გადავიღე და წამოვე. იმიტომ ეგ იყო მთელი აი ამბის, ჩემთვის იმ მომენტში. თუმცა ხა დარბევის დროს გადაღებული კადრები, რომ გითხრა რა ხო რომელიმე ჩემი აიკონიკ კაც შემიძლია ვთქვა, შეიძლება იყოს მან ქონდა 2 კადრი, რომელიც ასევე წყლის ჭყავთან არის კავშირში. ერთი არის თეატრალიზირებულად ბიჭი დგას და ასეთი შესაკეთებს და მეორე არის 3 ბიჭი ერთად დგანან ამ წყლის მაგრამ ესეთი კადრები ყველას აქვს თითქმის იმიტომ რომ მაგ დროში მაგ მომენტში ვიყავით ძალიან ხშირად ძალიან ბევრჯერ და მაგრამ აი რაღაცა ჩემთვის ემოციურად არის სტენსილს რო ხატავს კედელზე ეს ევროკავშირის ვარსკვლავებს ის ახალგაზრდები ეგ იყო ძალიან დღემდე ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იმიტომ რომ ჩვენ არ დაგვესრულებია ეს პროცესი და მიდის და ეს სტენსილი დღემდე ეს ხატვა ჯერ კიდევ არის პროცესი ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს რომ დავასრულოთ ეს ნახატი რომელსაც იქ ხატავდნენ ეს ადამიანები მოკლედ არ მაქვს ესე ზუსტად რაღაცა ის პასუხები იმიტომ რომ ხო გეუბნება ეს რაღაც მუდმივი პროცესი არის რომელიც ხვალად შეიძლება რაღაც ხა მაგათ გუშინ იყო ესეთი აქცია ბავშვების წამოსთან დაკავშირებით და მოდიოდნენ აქციის მონაწილეს ხო ესეთი ბალონს როგორ არის ბუშტები კი წითელი ბუშტი წითელი ბუშტებით და უცებ ცხოვრებაში არ დამამწყდება წითელი ბუშტები იმიტომ რომ სულ ესე მემახსოვრება ხო მანამდე იყო ქალების აქცია ჩემოდნებით დადიოდნენ და არც ის არ ანუ სულ რაღაცნაირად მაგრამ როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ამ პროტესტის გამოხატვას სხვადასხვა ფორმით და შემოქმედებითაც და თან ესენი ხო არ აკეთებენ ამას იმის გამო რომ ეხა ლელი მოვა და რაღაც ვიზუალს გადაიღებს ხო ხდება ამას აკეთებენ ემოციით მე მგონია რომ ნუ ეხა ცოტა სხვაგან წავალ მაგრამ სტრესთან გასამკალავებლად ყველაზე ეფექტიანი გზა და კაი გზა არის კრეატივი ანუ ეს მგონია რომ ამით და ამას უფრო მეტი შედეგიც აქვს. თან ძალიან მაგარია რომ ეს ვინც აკეთებენ ეგეთ რაღაც თვითონ არიან ისეთი მაგარი მხატვრები
თვითონ ტიპებიც ისეთი ამასთან კომუნიკაცია მივიდივარ ხოლმე და გამარჯობათ რაღაცა ძალიან აი რაღაცნაირად ისეთი ტიპები არიან აი არ ვიცი თან თითქოს რომ შეხედავ ხაც აი ახლა რასაც თავიდან დასაწყისში ვლაპარაკობდი რომ აი თითქოს ზედაპირულად მინდა რომ სიღრმეში ჩადე ისე სიღრმეებში არიან ჩასული და ისეთ რაღაცებზე ფიქრობენ და იმ სიღრმედან ისეთი სიმარტივები გამოაქვთ რომელიც არის ყველაზე მთავარი ხელოვნების რომ შენ რაღაც გადმოსცე ისე აი სწორი კომუნიკაციისთვის აბსოლუტურად ხო და თან წამოგერა იმდენ პროფესიას ფლობენ მართლა ძალიან ბევრს როგორ ახერხებენ ამას არ ვიცი არ მართლა იყო გეონები იმხელა ინსპირაცია მოდის ახალგაზრდებისგან რომ უსასრულო აი ეხლა არ შემიძლია რომ არ გკითხო ქალს ფოტოგრაფზე როგორც ქალზე იმიტომ რომ აი ფემინისტურ ჭრილში რო გადავიდეთ აი როგორი იყო შენთვის როგორც ქალისთვის ამ სფეროში თავის დამკვიდრება მით უმეტეს 90-იან წლებში იმიტომ რომ პატრიარქალურ გარემოში ვართ დღემდე ვართ სამწუხაროდ მაგრამ ქალების ამბავში მე გეტყვით რაღაც მარტო ფოტოგრაფიას არ ეხება ეს ძალიან ბევრი პროფესია არის რომელსაც ქონდა სქესი რაღაც ესე ითვლებოდა რომ და დღემდე ვიბრძვით ამისკენ ეს გოგოები რომ კიდე გოგოებად ვიხსენიებ ჩვენ თავს რომ ცოტა ეგრე არ არის და ჩემი მეგობარია თამუნა ყულუმბეგაშვილი ფოტოგრაფია სპორტის ფოტოგრაფი და ჩემი მეგობარი სტუდენტი და გიждები მის გადაღებულ ფოტოებს ძალიან მიყვარს მოკლედ თამუნა ამბობდა რომ ოლიმპიადებს იღებს ძალიან ხშირად როცა იმართება ოლიმპიადები და ხოთაშორისო სტატისტიკა დაიდო ახალიო რომ ანუ ოლიმპიადებზეც უკვე გოგოების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობას უკვე უბათილდება ფოტოგრაფების ეს არის სპორტის რომელიც პირდაპირ კავშირში არის არა ძალასთან და გამძლეობასთან და ეხლა ქალზე მეტი გამძლეობი კაცი შემეკამათონ მაგრამ ეხლა ჩემ თემაზე 90-იან წლებში ვიყავით ძალიან ცოტა ფოტოგრაფი ქალი ფაქტურად თითე ჩამოსათვლელად ეხლა ვიგეთყვი მაგდენი თითიც მაგ ესე იგი იყო ზეინა ბარნოვი ზინკა ვიყავი მე იყო ნათელა გრიგალაშვილი და იყო ირინა აბჟანდაძე. ჩვენ ვიყავით ფაქტურად 4 ფოტოგრაფი, რომლებიც მუშაობდით 2000 წლამდე. აი და მე როცა მივედი სააგენტოში, სადაც მე მუშაობდი, საინფორმაციოში, ზინკა იქ უკვე იყო, ანუ ზეინა ბარნოვი იქ უკვე ფოტოგრაფად მუშაობდა და უკვე იღებდა. და ჩემთვის და გარემოსთვის ფაქტურად გაუგებარი იყო, რას ვაკეთებდით, იმიტომ რომ იყო ესეთი მესმოდა ხოლმე ხმებიც, რომ საწყალს ალბათ როგორ უჭირს, რომ ფოტოგრაფია. ისე მე მგონი, ანუ ადრეულ წლებში, ეხა უცებ გამახსენდა შეფების ნათია თოქსიდან, აუ პორტუგალიაში რომ მოაწევს, ეს ძალიან ცნობილი რომ არის. აი 90-იან წლებში, უფრო მე მგონი უფრო საბჭოთა სივრცეში დემონიზებული იყო, ანუ ადრე პოვარი, რაღაც ფოტოგრაფებიც რაღაც დონეზე, ანუ გარკვეული პროფესიები თითქოს რაღაცა ისე ითვლებოდა. დღეს როგორი, ანუ პირიქით თითქოს ეს მოიხსნა, ხო? ანუ მაკეთკენ მივდივარ რომ ანუ შემო დამაკნინებელი იყო. ხო, ანუ ხო, მაგამბავზე გამახსენდა. იმიტომ რომ როგორ არის იცი მან ასევე თავისუფლებამ ეს მოიტანა, რომ აი მარტო თავისუფლებამ არ მოიტანა, ეს მოიტანა ინფორმაცია. კი, განათლება. და ხო, გახდა ხელმისაწვდომი მე. ხელმისაწვდომი მე აღმოჩნდა რომ ყველასთვის. მე რიცი როგორ ძალიან საინტერესო პერიოდი იყო 90-იან წლები უკვე რომ დასასრულსკენ მიდიოდა. ძალიან აურზაური იყო მენტალური, ანუ სერიოზული სიგიჟე იყო, რომ ხალხი ვინც აკეთებდა ამ პროფესიას საბჭოთა კავშირიდან მოდის, ხო? ხალ გაიგუძა ეხლა და აღარ ფიქრობს ეგრე, არ არის. ფიქრი ნახე როგორ რაღაც ეს არ არის სიტყვიერი ფიქრი, ეს არის ვიზუალური ფიქრი. იმიტომ რომ კომპოზიციურად ფოტოგრაფები შესაბამისად ძალიან ბევრი დარჩა იმ პერიოდში ისეთი სტილის ფოტოგრაფებად. ანუ დღემდე თulis რომ ისეთი გადაღებული ფოტო არის სწორი ფოტო. წამოგე რამდენი ვიბრძოლე ამისთვის რომ დღეს საერთოდ არავის არ ვკითხო ხე სწორია თუ არა მე მასწავლეს რომ წესების დარღვევა არის ხო მაგრამ ესე მან როგორ არის არა ეგ აუცილებელია ნახე როგორ არის წესები უნდა ანუ საერთოდ ეს სიტყვა მე არ მიყვარს უნდა და თქმა უნდა დაიღოთ მაგრამ ნუ
მე მგონი უკვე მაგრამი აღარ არის. ადრე ვამბობდი ეგეთ რაღაცას, რომ მეც ვამბობდი რა თქმა უნდა, მაგას წესები დაარღვიეთ, ფოკუსი დაარღვიეთ, ის დაარღვიეთ, მაგრამ ჯერ ისევ როგორ კეთდება სწორად. მაგრამ აი რა ვიცი, რა არის სწორად გაკეთება. დღეს უკვე მაგვაზე პასუხი აღარ მაქვს. ადრე მქონდა შეიძლება, მაგრამ დღეს იმდენად აღარ არსებობს მსგავსი არაფერი. რა არის წესი და რა არის სწორი? ვინ დაადგინა ეს? ანუ ვერავი ვერ დაადგინა ეს და იმიტომ რომ ამას ცulis თაობები. ამას ცulis ის ეპოქა და ის მიმდინარე მოვლენები. ეხლა როგორ ანუ რაც წეგლა ლაპარაკობდით, რომ არავინ აღარ იწონას ფოტოს იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაცა იქ არასწორად კომპოზიცია შეასრულა. შეიძლება არ მოგეწონოს, იმიტომ რომ იყოს არაფერს არ ატარებდეს ის ფოტო, რომ შინაარსი არ ქონდეს. თორე მაგი კი არა უკვე ზურგიდან გადაღებული ფოტოებზეც ტაშს ვუკრავთ, იმიტომ ანუ ზურგი რო ჩადა, წინახეთ ეს ზურგი როგორ Come on. ანუ ეხლა აღარ არსებობს არანაირი საზღვარი ამისი. ერთადერთი არსებობს ის, რომ ყველას გვაქვს სათქმელი. და ამ სათქმელის თქმა არ გვეშინოდეს. აი ზუსტად. და რისი თქმა მინდა აქვე, ბარემ, რახან ამაზე ვლაპარაკობთ. აი, რახან ქალის პერსპექტივიდან ვუყურებთ ფოტოგრაფიას, ქალის მზერა თუ განსხვავდება ფოტოგრაფიაში. ხო, იყო ეგეთი თემები, ანუ ადრე ამას ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ აი ქალის გადაღებული როა ეთყობა და female gaze. ხო, და ჩვენც ახლა ერთი 2 კილო ფოტოგრაფი დავრბოდით და ჩვენც აი მე კაცები თვითონ აი ხო, ეგ არის ყველაფერი განათლება. ანუ ეგეთი რამე არ არსებობს. იმიტომ რომ ნახე როგორ არის შეიძლება ვთქვა ცოტა ემოციურ ნაწილში უფრო ემოციურები ვართ გოგოები რაღაცა გოგოს რაღაცა ამბავში იმიტომ რომ მე სხვა მაგალითები არ მქონდა უფრო მაგრამ ვერ გამოვრიცხავ ანუ ვერ აქვს აი რას გულისხმობ უფრო ძალიან ცოტა ფემინისტური ჩარჩო შემოვიდა აი მაგალითად მე ანუ არ დავასახელებ ხა ფოტოგრაფი ქალის სახელს და გვარს ძალიან მომწონდა ძალიან დიდ პატივს ვცემდი მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დადო თავის მართლა ლამაზად გადაღებული ფოტო მაგრამ ისეთი აღწერა გაუკეთა რომ აი მართლა მეილ გეიზი იყო ქალის სექსუალური ობიექტივიზაცია ეგ არის კოშმარი ხო და ჩემი კითხვის ინსპირაცია მე მგონი უფრო ეგ იყო აი აქ რამდენად შეგვიძლია მოკლედ აი ქალური პრობლემების აი სწორად მოტანა და არა ისევ ობიექტივიზაცია სოციალურმა მედიის პრობლემა რასაც აქამდე სოციალური მედიის თემაც არის მან და პლუს ცუდ სიტყვას ვიტყვი ძალიან საზღარ სიტყვას გაყიდვებსაც ვიტყვი ანუ ძალიან რთულია შენი პროფესიით გაყიდო შენი თუნდაც ნებისმიერ რამ დამოკიდებულება ან ვიზუალი დღესდღეობით ბევრად უფრო მარტივია გაყიდო განსაგებია რაღაცეებით იმიტომ რომ ნახე როგორ არის კიდე კაი რაღაცები მანდაც იცვლება ამ სოციალურ მედიაში მაგრამ მაგალითად ნახვებით გაყიდვებით მე მოდი სპონსორი მე მოდის ვიღაცა მივხვდი და ეხა მარტო შემოქმედებაზე რომ საუბრობთ ამ შემოქმედებას ვერაცოს ვერ ექნება იმდენი ნახვა ვიდრე საუბრობს ვიღაცა ეროტიზმზე ან ამ კერდის ზომაზე კი ეროტიზმის მე არ ვარ იმის მოწინააღმდეგე რომ ეროტიკა უნდა იკრძალოს ქალებს ძალიან კარგად ხო სიშიფროს ხელსაც ძალიან კარგ მაგრამ ეს არ არის ანუ გაობიექტურება მაინც არ არის მე მინახავს ბევრი კარგი ქალი ფოტოების მიერ გადაღებული შიშველის სხეული რომელიც აი თითქოს ის უფრო სხეული როგორც აი როგორ თქვა წმინდა დიახ კი რა თქმა უნდა ნუდი ფოტოგრაფია ზოგადად აი რაღაცა პერსონიფიცირება მან ძალიან ხშირად არის ხოლმე მაქვს ხოლმე ეგეთი შემთხვევები გოგოები მომხმენ გადამიღე ნუდი აი მე აი არ ვიცი როგორ უნდა გადავიღო იცით მაგ დროს ძალიან ცხელა ხოლმე იცით რატო იმიტომ რომ სხეული არის ურთულესი გადასაღები ანუ მე არ მქონია ესეთი кейსები შემთხვევები რომ აი მაინც და მაინც ახლა მან არის როგორი განათლება საჭირო იცი აი რა გითხრა აკადემიის სამხატვრო აკადემიიდან დაწყებული შემდგომ არ ვიცი რაღაცა სერიოზული რაღაცა არ მაქვს მეგეთი განათლება ჩემი ფოტოგრაფია მე რაც ვიცი მე არ მიმიღია განათლება ანუ მე არ მისწავლია სკოლაში და არ დავითვალებია უნივერსიტეტი ფოტოგრაფიის და პირველად მახსოვს 96 თუ 17 წელს რომ ჩავედი მასში ავსტრიაში ვენაში კინოფესტივალზე საერთოდ იქ ვნახე შემთხვევათ ვენაში რომ თუმცა არსებობს ფოტოგრაფიის სკოლები რომელიც არის წლები ანუ 4 წელი სწავლობ ფოტოგრაფია და თურმე მე ჩამოდიდი ყოფილი წარმოგიდგენიათ არქიტექტურას
არქიტექტურა განსხვავდება პორტრეტისგან, ანუ აზრი არ ვიყავით, საერთოდ ჟანრებია და დაყოფილი არის. ხო ხვდებით, ყოველთვის ვიღებთ რაც იყო ხეს. სად არის ხო თქვა რომ მე თქვა მაშინ და უი, არა, მე ხა მარტო პორტრეტს ვიღებ და ხო პორტრეტის რაღაც, ეხა მაგას რომ ამბობ, ხვდები ხა რაღაც და ჩაფიქრებული კონკრეტულ პორტრეტს. ასე სულ რადგან მეტყვი დავალება, წადი გადაიღეს, ვიღებდი იმას, თანა დონეზე, ის სარეკლამო დონეზე, იმიტომ რომ მეტი კონტი არ იყო, ეგ იყო რა, მოდიოდნენ შენთან, გიყვედავ და ხან გუდაურში ვიყავი, რაღაც ასწავლოს ვიღებდი, ხან ცეკვას ვიღებდი, უამრავ ხან ბაზარში, რა ყველაფერს ვიღებდი და რა ვიცოდი ახლა მე რომ თურმე შემიძლია თქვა რომ მე ახლა შემიძლია. მე ხა ქარწავალ და მხოლოდ ამას ვიღებ. Come on. ანუ ესეთი უნივერსალური ფოტოგრაფები იყო მაშინ, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ძნელია დღეს, ახლა მეც რაღაცებზე არის, ახლა მე რეკავი პერიოდი, მე მგონი ხომ არ შემიძლია, მაგას ახლა მე ვერ გადავიღებ. იმიტომ რომ ვერ გადავიღებ. პირიქით გადავირებ და დავინტერესდები, პროცესში ჩავალ რაღაც, მაგრამ უბრალოდ ყველაფერი აღარ უნდა იყო, აღარ არის იძლევა დღევანდელი რეალობა ამის მომენტს რა. ეგ არის კარგი, როცა არ იცი რის გადაღება კიდე, აი რა მოგწონს. თვით გამარკვევის. ძალიან და სხვათა შორის ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგამდე მისვლა სჭირდება ძალიან დიდი ამ ყველაფრის გადაღების ცოდნა და რაღაც თელი ამბები და რაღაცა და რომ მიხვდე თურმე რა მოგწონს. მეც მაგალითად როცა ჩემთან მოდიახავ მეუბნები რომ აი სწავლამენ და ფოტოგრაფები მე აი კონკრეტულად ის სწავლა გნებავთ და არ იცის პასუხი რა თქმა უნდა არ იცის რომ მე რო ვიცი რომ არ იცის უკვე მან უკვე სხვა მეთოდი ირთვება იმისი რა ქვია გამორიცხვების და მაგრამ სწავლება ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ადამიანების ყველა საკ როგორი მაგარი ანუ ყველა საკ თავისი ინდივიდუალური ხედვა რომლის გარეშეც არაფერი არ შეიქმნებოდა ამ სამყაროში რომ არ ყოფილიყო განსხვავებული ხედვა ფიქრი რო არ ყოფილიყო სხვანაირი დამოკიდე ანუ რაღაც სხვანაირი მაშინ ვიცხოვრებდით ისე კომუნიზმში ხო ყოველთვის ერთფეროვნებაში ეს რა ქვია დაჰიპნოზებული და იხა უცებ გამახსენა მეც წავედი ისევ ამ საუბრით იქამდე ვიდრე ფოტოგრაფიას ვისწავლედი чем აზრით მქონდა მშვენიერი ხედვა უბრალოდ როცა კი ვისწავლე ეს წესები ზუსტად როგორ უნდა გადამეღოს სწორედ იქ ექსპოზიცია როგორ უნდა გამესწორებია და ასე შემდეგ და რაც კამერა ნახევრად პროფესიონალური ავიღე ხელში, თითქოს უფრო მეტად გადავედი კონცენტრირება მოვახდინე თითქოს იმაზე უფრო მეტად, როგორ გავასწორო სწორედ ლამაზი ფოტო როგორ გადავიღო, ვიდრე ის ჩემი ორიგინალური ხედვა. მაგას ეხა ორი პასუხი. ეხა ერთ პასუხს გეტყვი რომელზეც ეგ არის ერთი თემა, რომ ძალიან ბევრი უნდა გადაიღო, რომ მაგაზე აღარ იფიქრო. ანუ ესე თვეში ერთხელ თუ გაგახსენდა რომ ფოტოაპარატი არსებობს და რაღაც გადაღება მოგინდა, რა თქმა უნდა, სულ გექნება ფიქრი. ხო. და შენი ფოტოები იქნება ძალიან ხელოვნური, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ფიქრობ ახლა შენ. ხო, ბევრი ნაფიქრი. მეორე кейს პირველი ნაწილი, შენ ახლა ორი ნაწილიანი კითხვა დასვი. პირველი ნაწილი არის ის, რომ რასაც უფრო მეტად სწავლობ ფოტოგრაფიას, მით უფრო ნაკლებად იღებ ფოტოებს. აი ზუსტად. მე ეგეთი შემთხვევა მქონდა ხა დავამთავრე ხა ჯგუფი და აი ჩვენ რომ იმას ვიღებო და ბოლოს ახლა ბოლო გაკვეთილი რაც თქვა მე რა გაკვეთილზე საერთოდ აღარ ვიღებ ფოტოებს მითხრა და იცი გამიხარდა ეს თითქოს კრიზის შემოქმედება არა პირიქით ფიქრი ჩაატანა და ფიქრის ჩატანება კადრში არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რაოდენობრივად გადაღება რა თქმა უნდა და შესაბამისად მაგაზე იყო რომ ისინი უბრალოდ იღებდნენ რომ რაღაცა არ გამომპაროს ეხლა მხოლოდ მე რა უნდა გამორჩეს ეგეც არის ის რა უნდა აი რა იდეაში რა უნდა გამორჩეს ეგეც არის ის მაგრამ ეხლა იმდენს ფიქრობს სანამ გადაიღებს რა აღარ იღებს და სწორედ მე მირჩევნია ეგრე იფიქროს ვიდრე რაღაცები ყოსო თითები აჭიროს ამ ტელეფონს რაღაცები იხარჯოს ნარბენი მაგრამ და რაში ხარჯავს ამიტომ რომ მე ახმადობა აღარ აქვს აი მაგალითად აი თუ დავაკვირდები ძალიან ხშირად არის ხოლმე კონცერტებზე აღარავინ კონცერტს აღარ უსმენს თუ არ იღებს მარტო ტელეფონი ჩანს არა ეს ემოცია რო აი რაღაცადღაც იყო და მაგაზე შემიძლია კაი რჩევა მოგცეთ აი ეს ძალიან მაგარჩევას მოგცეთ მაგაზე ყველაფერს ვერ გადაიღებთ ხანდახან ჯობი უბრალოდ დადგე და დატყბეთ რაღაცის მაგალითად ძალიან ხშირად არის ხოლმე ადამიანები დადიან რაღაც ექსკურსიაზე სადღაც ავიდა თავის სოფელში ან ავიდა მთაზე და აი მე რა ლამაზია და უყურებს და რაღაცა ცუდი ფოტო რაღაცა ესეთი არ არის ხა გადახედა არ გამოვა. ჩაციეკ ტელეფონი და დატკბი. ცოტა მეტი დრო დაუთმე ამ ემოციას, იმიტომ რომ დამიჯერეთ მე ძალიან ბევრი ფოტო მაგადაღებული ჩემ ცხოვრებაში. ბევრი კილო ფოტო გადაღებული. უფრო მეტი ის მახსოვს, რაც ვერ გადავიღე. აჰა.
ის უფრო შთამბეჭდავია. ადრე ეს პირიქით იყო, იმიტომ რომ ცოტას რო ვიღებდი, მახსოვდა ეს კადრები, ყველა კადრი მახსოვდა, აი ეს მართლა. და დღესობით მახსოვს უკვე ის ემოციები, რაც ვერ გადავიღე. კი, მაგრამ აი ეგ არის აი ეხა მივადექით მე ციფრული ფოტოგრაფია ციფრულ ეპოქაში საკითხს და აი ზუსტად დღეს როცა აბსოლუტურად ყველა იღებს აი smartphone-ები არსებობს ყველა შეუძლია უბრალოდ თითის ერთი დაჭერით მართლა ყველაფერი გადაიღოს და დააფიქსიროს ამის ფონზე რას ნიშნავს იყო ფოტოგრაფი დღეს უფრო მეტი დაფასება გვაქვს მინდა გითხრა კი იმიტომ რომ ხვდება რომ იმას არ მაგრამ არის მან სირთულეები მაგალითად როცა იღებ ფოტოს გეუბნება რომ ჩემი ტელეფონი უფრო კარგად იღებს აი ზუსტად პერჯერო თქვათ და მithქვამს რომ კი ბატონო აი ზუსტად თქვენ გადაიღეთ მაშინ თუ არ კი ხო არის იმიტომ რომ მე ხეგური არის მანდ არის მის ბრალი კი არ არის ვინც მაგას ამბობს მანდ არის შეჩვევის თვალი ეჩვევა იმ გამოსახულებას რომელსაც მუდმივად აკეთებს და შენ რო სხვა გამოსახულებას აძლევ იმას ვეღარ აღიქვა. შესაბამისად, კამერების, ამბობ, ფოტოგრაფია განვითარდა ტექნოლოგიებთან ერთად, ანუ ვითარდება. შესაბამისად, დღევანდელი კამერებიც გავს ცოტა გავს ამ ტელეფონების კამერებს. აი თითქოს მსგავსება. ერთფეროვანი ხდება თითქოს. ერთფეროვანზე არ არის, მანდ არის გამოსახულების სიფრთხეზე, სიღრმეზე, ფერთა გამაზე. უამრავ რაღაცასთან არის ფორმაში მოსული და ადამიანი როცა გეტყვის ახლა ჩემი ტელეფონი კარგად იღებს ახლა შენ ლელი კი არა რა ვიცი მაქიური რო გადაიღოს არ მოეწონება არანაირად ხო ისიც არ მოეწონება შესაბამისად ვინც მოდის ჩემთან და მეუბნება რომ აი შენი გადაღებული მინდა თუ ნამდვილად გინდა ვეკითხები იმიტომ რომ ის ხედვა ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აბოთ გაუგია რომ კაი ცნობილი ფოტოგრაფი ხარ ან რაღაც დამსახურებული მედალოსანი გაუგია მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ ის ფოტო მიიღო თქვენ კონკრეტულად რაც ფიქრობთ იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის რომ არც ფიქრობ აბოთ უნდა ადამიანს რაღაცა და მე ეგ არის გამოცდილება და მე გამოცდილი ფოტოგრაფები ვინც მუშაობთ ამ ადამიანთან რომ გამოვიკვლიოთ რა უნდა მე მგონია რომ უბრალოდ უნდათ ლამაზად გამოიყურებოდნენ ეგ თუ პორტრეტზე წავედით და ხო მაგრამ ეს ლამაზიც ხო ხვდები როგორი სიტყვა ხა ჩვენთან მოსულან ესეთი გოგოების სტუდიაში უნაკლო აი მართლა ნაკლი არა მაგრამ ხო აი ეგეც მესმის მინდა გითხრა რომ ყველა თვალი პროპორციული აქვს წარბით აი ვაფშე ძალიანად პროპორციული არა აი ვაფშე აწყობილი რა დონეზე იცი აი რა ვიცი აი რატო ნაკლი არ ქონდა გასწორდი და მაინც არ მოწონს თავისთავი ფოტოში ანუ იმიტომ კი არა იმიტომ რომ აი ესეც პირდაპირ კავშირში არის ამ ასეთი ადამიანი რომ მოდის ხვდები რომ მას რაღაც სხვა თუ შეფასების პრობლემაა ხო ანუ რაღაც სხვაგან მიდის და ეხლა შენ ამ მეუბნები რომ აი მაინცო იქნებ ეს შემიწიო იქნებ ის გამომიწიო ვითხარი მე კი შევწევ და გამოვწევ ანუ ჩვენთვის პრობლემა კი არ არის ფოტოშოპში მარტივად შევწევ გამოვწევ მაგრამ დავკარგავ ფორმას ანუ სხვა იქნება და გინდა რომ ანუ ვერ გიცნო თუ რა ხდება და მან ხვდებიან რომ ხო აი რაღაცა მომენტები არის რომ უნდა მიუშვა რაღაც ეტაპზე მაგრამ აი ეს კომუნიკაციის თემები თან იცი როგორი არის არ უნდა დაგვავიწყდეს არც ფოტოგრაფს და არც მოდელს რომ ურთიერთპატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ შენს ეს ადამიანი რომელიც მოდის და არ მოწონს თავის თავი რა თქმა უნდა შენ უნდა შენ ხომ მოგწონს მას ხომ მოწონს და შენ უკვე ისეთ ადამიანი ხდები რომ პირიქით ეხა ხო არ ჩავაჭერ და ხო არ ვეტყვი რომ კარგი ეხა რაც ხარის ხარ და რაც გადაგიღე გახარდა იმაზე არა ძალიან საინტერესო არა ძალიან მაგარი რაღაცები ქონია მე გიждები ფოტოგრაფიაზე იმიტომ რომ აი ამოუწურავი ემოცია აქვს რა და ისეთი кейსებიც ყოფილა რომ მართლა ძალიან ბევრი გვიმუშა ძალიან მოდაში რო იყო ფოტოშოპის ძალიან ბევრი კეთება მაშინა ძალიან ბევრი გვიკეთებია ფოტოშოპი და მახსოვს როგორ უნახავთ და თავაწეული გასულა დიახ ესეთი ვარ თუ რა ეგეთიც ყოფილა და პირიქით წინააღმდეგიც ყოფილა რომ არ მოწონებიათ ხო აი შენ დაკვირვებით რახან ინსტაგრამი ვიზუალური თხრობის პლატფორმა უფროა ფეისბუქისგან განსხვავებით ინსტაგრამმა ფოტოგრაფია უფრო დააკნინა თუ პირიქით გაათავისუფლა მარტო ინსტაგრამ იცი როგორ არის იმიტომ რომ ანუ ინსტაგრამი როგორც ვიზუალური თხრობის პლატფორმა ისე ავიღე როგორი რაღაცა არის იცი აი
მე მგონი Instagram-საც ძალიან უჭირს ახლა, იმიტომ რომ ძალიან წამოვიდა ვიდეოს ნაწილი და ფოტოების თემაში ცოტა გართულდა. ეხლა მესაც ვუყურებ, უფრო მეტი შემოდის. ხო, ალგორითმი Pinterest-მა უფრო ცუდი საქმე გააკეთა, მართალი გითხრა, Instagram-ს ესე არ ვერჩი, როგორც Pinterest-მა გააკეთა ისეთი შაბლონები. და შაბლონებზე მორგება ვიღაცებისთვის უფრო გამარტივდა. ჩვენც ვინც ვიყენებთ ვიზუალურ, სანამ ვიწყებთ კლიენტთან მუშაობას ეს შემდეგ, რა თქმა უნდა, ასეც ვიყენებთ ხო, ნიმუშებს, რა მე ახლა ხასიათი გაიგო, განწყობა გაიგო, ხო, რთულია უცხო და მეუცხო კომპანიებზე ვინც მუშაობთ. მაგრამ აი Instagram-ზე არ მაქვს ეგ პრობლემა, იმიტომ რომ შენ რასაც ეძებ, იმას გაძლევს. და შესაბამისად შენ თუ სულ კიდე ელვოგი რაღაცები ნახო ავედონი რა უცნობიერეს ფოტოგრაფები დავუშვათ ხო იმას გამოგცემს იმ მასალებს მაგრამ მე ვერ გეტყვი რომ ეს რაღაცა ცუდი ტიპია უბრალოდ ჩვენ ვსწავლობთ ვინც ვაკეთებთ ვიზუალურ ინფორმაციას როგორ ვიმუშაოთ როგორ ვიცხოვროთ Instagram-თან ერთად ხო და მაგრამ ერთი რამე აუცილებლად სათქმელია რომ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი თავი. ის საავტორო ხელწერა ალბათ, ხო? ეს როგორ არ ვლაპარაკო ფოტოგრაფებზე, ადამიანებს გულისხმობ უფრო რა. აი ძალიან ბევრს უნდა რომ სხვანაირად, სხვა როგორც არის, ისეთი იყოს. ხო, ეგ უფრო მე მგონი. აი ისეთი ნიმუშით მოდის მაგალითად, რომ წარმოუდგენელია ხა ანუ სადადედამიწა და შესაბამისად აი რატოღაც სულ აქვს იმბავზე რაღაც მომენტი რომ ვიღაცისნაირად არ არის მარტო როგორ გამოიყურება თვითონ აი მაგალითად ქორწილი ყოველთვის კინონი ქორწილების გადაღება მაინც და მაინც უნდათ ნინოს რო ქონდა ქორწილი ვიღაცა ნინოს და გადაუღო ვიღაცა ბიჭვა თუ გოგო რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცა რო გადაუღო ფოტო ისეთი უნდა მაგრამ ვერ ხვდება რომ მისი ქორწილი სხვანაირია ანუ საერთოდ მაგრამ და შესაბამისად იმ ლაშას რომელიც არის ქორწილის ფოტოგრაფი სულ ერთნაირად იღებს ისიც იმიტომ რომ ის არის შეკოეთა მივხვდი მისი ისიც ვეღარ ვითარდება შემოქმედებითად იმიტომ რომ მაისოს გამერთადა შემოქმედ ნინოს რო არ ქონდა ესეთი ფოტო იმ ალბომში ეხლა შენ საერთოდ მოიტანე ეს მივხვდი ამიტომ ყველა იქცევა ამ შაბლონის ქვეშ როგორც ფოტოგრაფი ასევე შემკვეთი და აი ეს არის ძალიან რთული რომ არ დავკარგოთ ჩვენი ხასიათი, ჩვენი ინდივიდუალურობა და იმას რა ჯობია რომ ვიღაცას ისეც ნახავ რომელიც გიპოვნის, შენ როგორი ხარ და განსხვავებული ხარ. აი, ამის შიში არის რა. აი, მე მგონი რაღაცა რეალობის გადასხვანაირება უნდა ამ ხალხს ჩემი აზრით. არა, ესე გონია რომ ესე რა. ანუ პირიქით ეგ არის ყველაზე მე მგონი რომ ეს გონია რომ ეხა ეს არის რეალიტი რა. აი, AI-ის ეპოქაში ვართ, მოკლედ, რამაც აბსოლუტურად არ ვიცი, მე მგონი ზოგს მიაჩნია რომ ეს საფრთხეა და ადამიანებს ჩავნაცვლდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ პროფესიების ჩანაცვლება. მე მომადგენ ხოლმე. აბა რას ფიქრობ ფოტოგრაფია? აი, იგივე იყო მაგალითად Photoshop-ზე ადრე, იმიტომ რომ აი თითქოს Photoshop-ი არ გამოიყენოთ ეგ აკნეოს ფოტოგრაფიას, მაგრამ ცალკე წამოვიდა აი ხელ არტში მაგალითად, რა ვიცი, ყველა ძამშვენურად იყენებს გრაფიკული დიზაინერებიც, მაგრამ ფოტოგრაფებიც ბევრი გამიგია, რომლებიც იყენებენ მაგრამ არა უფრო არტის ნაწილში გადიან და აი AI რომელიც დღეს GPT დღეს არა რამდენიმე კვირის წინ დახვეწა სურათები 2.0 გამოუშვა და მართლა იდეალურად აკეთებს უკვე ფოტოებს როგორი ფოტოებს აკეთებს აი სტუდიურ ფოტოებსაც იდეალურად იღებს სწორი პრომპტით აი მართლა რაც კამერა გამიფუჭდა თითქმის ყველაფერს ყველა ცუდ ფოტოს კი AI-ს ვაკეთებინებ და აი მაგალითად ჩემი ოცნების კამერა არის Leica-ს ბოლო M6 რომელსაც ვერ ვიყიდ იმიტომ რომ მხოლოდ ბოდიღის $16,000 და აი ჩემი მობილურით გადაღებულ ფოტოს ჩაუგდებ და ისე კარგად მიკეთებს Leica-ს სტილში ზუსტად ხო და აი აქედან გამომდინარე ცოტა ის დავფიქრდი არა და მინდა ის ჩხაკის ეფექტი სხვა რამე აი მინდა რომ ავთენტურობის ხო მაგრამ შენ ახლა Leica M6 რომ მოგცე გედება ხო აი არაფერ კავშირში არ არის კამერის არსად არ წახვალ დავიღებ ხოლმე ხო და იმაზე მე ნახე რაღაც არის მანდ
უბრალოდ ჩემი კამერა გაფრჩდა. არა, გავიგე, მაგრამ რა რას გიყვები? რეალურად ტექნიკის სიყვარული და რაღაცა admiring-ი ამისე, რომ აუ, ეხა ეს რომ მქონდეს რა გიყოლოს. რეალობასთან არ არის ახლოს. ხო, ეგ რა თქმა უნდა, ხო. მაგრამ ეხა რომ დავუბრუნდეთ. ხო, ანუ ფილტრების ამბები გავიგე და მე მაგალითად არ ვარ არაფრის წინააღმდეგ, ხო გეუბნები, იმიტომ რომ მე წეღამ თქვი, რომ არ ვარ ასევე მომხრე არანაირი მსგავსი ჩარჩოების და წესების და ასე შემდეგ. უამრავი წიგნი მაქვს, ძალიან დიდი ბიბლიოთეკა მაქვს, მთელი ჩემი ცხოვრება წიგნს ვკითხულობ და ვყიდულობ ფოტოგრაფიაზე, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცოდი მანამდე და დღეს სამი საშუალება არის ვიწერავ ყველა ხელფასზე ერთი წიგნი გამოწერილი მაქვს და აღარ მეტევა არსად. მაგრამ აღარ ვიყენებ უკვე იმ რაღაც წიგნებს, რომლებიც იყო რისგანაც იდეაში რაღაცები ან უნდა მემესწავლებინა, ან უნდა გავამეყენებინა როგორც სწავლის ფორმა. საერთოდ მაგას აღარ ვიყენებ. აღარა არის ეგ დრო დამთავრდა, მაგრამ რეალობასაც არ უნდა მოუწყდეთ. ხო, აი ხა AI-ის ეპოქაში ვართ. Why not? აი ფოტო AI-ის ეპოქაში ისე შენ თუ აკეთებ, შენ თუ კი, ნახევარი, მოკლედ პირველი ინდიკატორი, სადაც ხვდებით, სადღაც დაგვერხა თუ არ დაგვერხა, ეს არის ფესტივალები და კონკურსები, სადაც თან ეს მას არ გეუბნები რაღაც ფესტივალებს, აი რომლებიც ქმნიან ამბავს. და იქ მოხვედრილი ამბავი არის ამბავი ნამდვილი. და უკვე დაემატა დიდი ხანია ერთ-ერთი გრაფა AI ფოტოგრაფი, იმიტომ რომ ადრე იყო ცდილობები, არ იყო მხოლოდ AI-ზე, მანამდეც იყო მანიპულაციების, მანიპულაციები. კი, როგორ არის, ამბური იყო და უამრავი მე გამოიგონეს სპეციალური ფილტრების აგენტოები და საერთაშორისო სააგენტოები ამ ფილტრებს იყენებენ და ნახულობენ თუ რამე ჩარევა არის აკეთებული. მე როცა მუშაობდი საჯარო სამსახურში პრეზიდენტთან მოთხოვნა იყო პირდაპირ რამდენიმე საერთაშორისო სააგენტოდან, რომ საერთოდ ხელუხლებელი უნდა გაგვეგზავნა ფოტო. ანუ არანაირი და ამიტომ არის რომ მაგალითად როცა ჩვენ ვიღებთ პროფესიონალი ფოტოგრაფები, არ ვანგარიშოთ მე post production-ში რა უნდა ვქნათ. ამიტომ ინტერნეტის იდეალურად უნდა გადაიღო, რომ ვერანაირ დამუშავებას არ გვქონდეს არ თქვას რომ საქართველოს პრეზიდენტის ფოტო დამუშავება, ანუ ხო ხტო გამისკდებოდა მიწა და მოკვდებოდა მსგავსი არ ყოფილა. ამიტომ 100-ჯერ მეტი სტრესია ერთ-ერთში ისე გადაიღო და ესე გააგზავნო, წარმოიდგინე. ხო, ნუ ეს ზართული. თუმცა ხო, აი ეს მუღამი მომწონს. ეგ ხო, მაგრამ ხო ხვდები ძალიან დიდ გამოცდილებასთან არის რა. რამდენიმე პრეზიდენტთან მუშაობის და კონფლიქტების და AI როგორც მტკიცებულება. ხო, ანუ AI-ის ეპოქაში ფოტო როგორც მტკიცებულება რჩება ეგრე? ზართული კითხვაა. ეს ზუსტად ვერ გეტყვი მეცნიერულ დონეზე, მაგრამ ის რომ AI არსებობს და აი ეს უნდა ვისწავლოთ ფოტოგრაფებმაც და ამის ინსტრუმენტია. როგორც ინსტრუმენტი, ხო იცი რა არის? აი მე გეტყვი რა, მთელი ამბავი ფოტოგრაფია რას ნიშნავს? ანუ საერთოდ რა არის ეს, რა ტიპია? ეს არის ამბავს ყვება. და შენ ამ ამბავს რითი მოყვები? ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა ამას არ აქვს ამ ეტაპზე. იმიტომ რომ მე ხა ტელეფონით გადავიღებ, ამ კამერით გადავიღებ, თუ ჩემი ძველი ფოტოაპარატებით გადავიღებ 50 წელს გამოშვებულით. მე შენ თუ ამბავი მოგაწოდე, შენ საერთოდ აღარ ფიქრობ მე რითი გადავიღე ეს? რა თქმა უნდა, AI-ის ზომა, ყოფილად ზომა ჭირდება, როგორ ფოტოშოპს, ან მაგ რაღაცა ეს არ უნდა მოქმედებდეს შინაარსობრივ ცვალება, აი მანიპულაციაც არის და არის. აი რაღაცა ზომიერება უნდა იყოს, თორე AI-ს ყველა ვიყენებთ. მე არ ვიყენებ სამწუხაროდ თუ სამედიეროდ არ ვიცი, მოკლედ არ ვიყენებ Photoshop-ში, აი დამუშავ post production-ში არ ვიყენებ. ხო, არც გჭირდება და არა, ნუ არ მინდა თან მე იცი როგორ არის ჩემთან ვინც მოდის და მე ვინც მიყვეთავს გადაღებას, იმას უნდა რომ მე გადავიღო და ეხლა თუ იმას მე ვეუბნები ხომ მოდი იქ სხვას გირჩევთ და რაღაც ესეთი თემებიც არის, მაგრამ ვიყენებ ყოველდღიურობაში, ინფორმაციის მოძიებაში, რაღაცის გამოკვლევაში, თუნდაც რაღაცა ჩემი თემის დალაგებაში, კვლევა, ანუ უამრავ რაღაცაში ვიკვეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ამის გარჩევადობის უნარიც უნდა გაგვაჩნდეს, რომ მე ახლა ზომას ხვდებოდეთ და ლიმიტს, რომ სად უბერავს ახლა და სად სწორად სად ისიც ხო გერგება შენ ის მოგაწოდოს შენ რაც გჭირდება.
ჭალებში კი, კარგი მანიპულატორია. ამის მართვაც უნდა ხა ქებადიდებას რომ დაიწყებს ხა ხო ხვდები რომ მანდ უკვე რაღაც ეტაპზე ხვდები რომ უკვე ძალიან აფერისტობს. კი, ეს მაგის დარეგულირება გამოსწორება შესაძლებელია. არა, მაგის ისე თქვა მინდა რომ სწავლა უნდა ყველაფერს, ანუ ამ AI-საც სწავლა უნდა. მაგრამ იმიტომ რომ ნახე რაღაცა მე მქონდა ერთხელ ესეთი შემთხვევა, რომ საერთოდ სოციალური მედია გამოვიდა და გაჩნდა. ძალიან წინააღმდეგი ვიყავ. რაღაცა არ მინდა. და მე რე ჩემეგობრებმა მითხრა რომ იცი რა ეს სოციალური მედია მაინც იარსებებსო და განვითარდებაო და შენ რო დაგჭირდებაო მერეო ძალიან გაგიჭირდება მაგის გაგებაო ასე რომ ეხა ძალიან ნუ იბრძვიო ცოტა მიყევიო და ისწავლეო და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა იმიტომ რომ რაღაცები ჩვენ სირგლივ ვისაც არსებობს ამის დაიგნორება და თქმა რომ მე ხლა ეს არ შენ შეიძლება თქვა ეს არ მინდა და მე არ მჭირდება მე არ ვიყენებ მაგრამ ამის არ ცოდნა თუ რაღაცა მე რომ დაგჭირდეს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ манипуляცია უნდა ატარო უამრავი ფორმაა ხო ხა ჩვენ ფოტოშოპს ხო რომ ვამუშავებთ კანს ან თმას რაღაც ცუდად ჩანს არა დღევანდელი ფოტოშოპი რა თქმა უნდა ბევრად უფრო კარგად აკეთებს ამას ვიდრე ადრინდელი იმიტომ რომ დაიხვეწა ხო ხელოვნური ინტელექტია გსწავლობს, ანუ ყველაფერი გსწავლობს. მაგრამ ეხლა ვთქვათ რომ არა, მაშინ ნუ გავთიშოთ ყველაფერი ჩვენ სირგლივ სამყარო და ვიყოთ ესე, მაგრამ მე არ მინდა რა ეგეთ სამყაროში. მე მინდა ყველაფერი რასაც გვაწუდის ტექნოლოგიები იყოს. უბრალოდ მინდა ამის მქონდეს ხო რა და მქონდეს ამის შესაძლებლობა რომ უბრალოდ ვისწავლო, ვნახო და რაღაცნაირად ვისწავლო, იმიტომ ეს სწავლა არ არის მხოლოდ ჩემთვის, ეს არის ჩემი შვილის თაობა, ისაც მისი მეგობრი. ანუ უამრავ რაღაცა არის, რომელიც მინდა რომ არ ვიყო ძალიან ინფორმაციის ვაკუუმში რა. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთილსინდისიერებასთან არის დამოკიდებული და მათ შორის ჩვენ რაღაც მონაკოჩი არ მახსოვს თქვით თუ არ თქვით, მანდ იყო ასევე კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსებში მონაწილეობა, იმიტომ რომ იქ მაგალითად ცალკე არის, როგორც ცალკე შემოიტანეს თავის დროს მობილური ტელეფონის ფოტოგრაფია, ასევე ხა შემოიტანეს AI და ასევე ცალკე გამოდის წიგნები, რაღაცა პროექტები არის, რომელიც მარტო AI-ით კეთდება და მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ის AI-ც რა არის, ხო, ანუ შენ ეუბნები რა გინდა, მაგრამ მაინც შენსგან მოდის. ამიტომ რაღაცა აი ეს თქვათ ბოლომდე შენი მეობის დაკარგვა არ არის ეს, იმიტომ რომ მაინც შენ გერგება ეგ და არა შენ ერგები მას. არ ვიცი ხო ჯაჯრობით ეგრეა და მე რა იქნება. რატომ მოვერგებით მას? ეგ არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი წყარო და დღეს ინფორმაცია სულ უფრო მეტი გვინდა. თითქოს რაღაცა addiction-ი გვაქვს ამ ინფორმაციაზე. ხო რაღაცას თან სწრაფად გვინდა და ეხლა სწრაფად თუ გინდა ადრე ლექსიკონები მქონდა ყოველ წიგნების სახში. ეხლა დღეს აღარ ვიყენებთ ამ ლექსიკონს საერთოდ. აქ გვაქვს. მოკლედ ამის წინ შემხვდა სოციალურ ქსელში ეგეთი მიმი, ანუ მე არ მინდა კონტენტი ხელოვნება მაჩვენეო. ანუ ეს მიმი ამბობდა რომ კონტენტის ხო და ხელოვნება იქამდე მართლა ეს არ უვლიათ აქციებზე. ხო, იც მაგიდაწე. აი რა ემართება რეალობას, როცა ის ვიზუალური, როცა ყველაფერი ვიზუალური კონტენტის ნაწილი ხდება. აი ყველაფერი მე არ ვიძახი გარკვეული გამორთულია და აი მოგონა არის ისი ყველაფერს აქვს თავის ზღვარი, ლიმიტი, ზომა, წონა, რა ვიცი, აი და კარგი სიტყვა თქვი, ეს არის კეთილსინდისიერება, ეთიკა. ანუ ეს ეთიკური ნაწილი, ეთიკა ძალიან შეიცვალა, არ შეიცვალა მხოლოდ ვიზუალი და ადრე ისი ჩვენებაც არ შეიძლებოდა, რაც არ იბეჭდებოდა, ტელევიზორში არ ჩანდა, დღეს ჩვეულებრივად უყურებთ და უკვე თითქოს გახდა ჩვეულებრივი ამბავი. ამის შეგუება ცოტა ცალკე кейსია ალბათ, რომ ამას რომ ვეგუებით ამ ყველაფერს ნახვას კიდე ჩვენ რა გვემართება ადამიანებს, როგორ ვიცვლებით ალბათ კიდე ცალკე კვლევა, ეხლა ამ ყველაფერს ექსპერტობა, ეხლა არ მინდა. მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს. მაგრამ ეს თანამედროვე ტექნოლოგიებიც მოგყვება შენ ამ ნაწილში და გერგება. ყველა შემთხვევაში გერგება და გეწყობა. შესაბამისად, მაგრამ ვიზუალური ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი ძალა. ნამდვილად. აი ძალიან და დღეს, იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი, უკვე აღარ არის რომ მაგალითად ტელეფონით თუ გადაიღე, ან რაღაცით თუ გადაიღე,
აღარაფრის მტკიცებულება ეგ აღარ არის. იმიტომ რომ ყველგან შეიძლება ეს იყოს манипуляция, ან იყოს დადგმული, ან მოგონილი, ამის ფილტრაცია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოთ, ვენდობოდეთ deepfake-ები და ხო, ამიტომ არის რომ უნდა ვენდობოდეთ რაღაც ესეთ წყაროებს, რომელიც არის რაღაც კონკრეტული საინფორმაციო წყაროები, ვიცი რომ ამიტომ ამოწმოთ და 1000 რაღაცა ვაკეთოთ და თან რთულია დღეს მართლა ერთი რაღაცა რო ხდება 1000 წყაროზე თუ არ გადაამოწმე ვერ გაიგებ მართლა იყო თუ არ იყო ან არის თუ არ არის და კი ინფორმაციულ ომში ალბათ იმისთვის რომ ინფორმაცია დეზინფორმაციისგან გავმიჯნოთ ხო და აი აქ უკვე საქართველოში კი ცოტას გადავდივართ მაგრამ ვიტყვი რომ ხო მედია ციგნიერება მე მგონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ხო მაგრამ როგორ გინდათ მედია ციგნიერება ადამიანს მიაწოდა მით უმეტეს ამ ფონზე, როცა ვინც მუშაობდით მაგ ნაწილში, ეხა გვიჭირს მუშაობა. ხო, იმიტომ რომ ნახე როგორ არის, მან უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესებს. და რაღაცა გამოსავალი უნდა კი, ძალიან ბევრი ადამიანი. თუ მე მაინც მჯერა, თუ ადამიანს ჯერა ტყუილის ის რაც არ უნდა ხო, განათლება მისცე. ანუ ეხა უთხრა მაინც თუ არა შეიძლება, ანუ უკვე ძნელია. აი მაგალითად როგორ რაღაცა იცი? კამათში ხო ხდება. რამდენჯერ მოგიგია მოგიგია არ გულისხმობ რომ შეგიცვლა იმ ადამიანისთვის აზრი. რამდენი ქონია პროცენტულად? ხო, ეხა იურისტიც ვარ მე და ჩემთვის მოკლედ ეგ ცოტა ისეთი ხშირად უბრალოდ ოთახს ტოვებ და გავდივარ. აზრი არა აქვს. არის რაღაც. ისე რა ისიც და შენიც. ანუ შეიძლება იქნებ შენ არ ხარ სწორი, ხო? ანუ იქ მიმღებლობა შენც ხომ. ანუ რაღაცა თემა არის ის რომ მხოლოდ აი ახალგაზრდობაში მქონდა ახალგაზრდობაში ვთქვი. ანუ ადრეულ ასაკში მქონდა ეგეთ მომენტი, როცა სამართლის ახალგაზრდობა? არა, თავი დავიბერე. რა ის მოკლედ თუ დავიწყებდი კამათს პირველ კურსზე პირველ სემესტრში, აი მოკამათეს თუ შევამჩნევდი რომ საინტერესო რაღაც არგუმენტები ჰქონდა, აი ჩემს პრინციპს კი მომეწონებოდა ის, მაგრამ ჩემს პრინციპს ბოლომდე გავიტანდი. ხო, მაგრამ ნუ ეგ არის იურიდიული. იმიტომ რომ ყველაზე მეტად უყვარვარ ხოლმე იურისტებს რომ ვიღებ ფოტოებს და ყველაზე მეტად მემღლიან მაგათი გადაღება, იმიტომ რომ ეს ხომ წესები გიყვართ რა მოკლედ რა. ხო, მე მიყვარს ამ წესების ცოდნა, მაგრამ ისი დარღვევაც. ნუ თოთე ხეს ჩარჩოში. და დასასრულისკენ რო წავიდეთ, ძალიან სასიამოვნოა ეს ჩვენი საუბრები და შემიძლია უსასრულოდაც გავაგრძელო, მაგრამ ყველაფერი ლიმიტირებული ამ ხალხის დაიღალა ხო, ჩვენც რო ჩვენი მსმენელები არ გადავწვათ კარგი საქმითაც. აი რა თუ არის ისეთი რამ, რის გადაღებასაც კიდე ისურვებდი შენს პროფესიულ დროის მანქანა რომ მქონდეს და წავიდე უკან თუ მომავალ. ან თუნდაც მომავალ, მაგრამ მე უფრო წარსულზე მაქვს აქცენტი გაკეთებული, მაგრამ მომავალიც ძალიან საინტერესო იქნებოდა რას გადაიღებ და თუ ეს მანქანა მომცემდა იმის საშუალებას რომ აი ამ განათლებით რაც ცოდნით ეხა რაც მაქვს მაგის დაუბრუნდე და თუ ისე დაუბრუნდი რომ მაშინ როგორ იციხავე ამ ცოდნით რა თქმა უნდა ისე ბნელოდ 90-იანებში დაუბრუნდებოდი კი ოღონდ იმ და დაუბრუნდებოდი რომ ძალიან მიყვარს უბრალოდ გადავიღებდი ჩემ თავს როგორ წევარ თაროზე პურის მაღაზიაში და როგორ მაქვს წარწერა იმიტომ რომ ესეთი ფოტოები ნანახი არ მაქვს არის ბევრი რაღაცა ჩვენს ირგვლივაც ხდება, მაგრამ მაშინ არ იყო ფოტოგრაფია ესეთი ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებში იღებდნენ, იყო ოჯახური ალბომები, მსგავს რაღაცებს არ იღებდნენ. რატომღაც ესეთ ფოტოგრაფიას მაშინ ესეთი ხასიათი დაყვებოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაცა ოჯახური, ან ეს რაღაცა კარგი, მათთვის სამახსოვრო მეხსიერება რა. ხო, მაგრამ ეს ჩვენი მეხსიერება, აღონთ ამას არ ფილტრაცია ხდებოდა, ხო, დადებითის რაღაც დაბადების გადაღება ქორწილის რაღაც ისეთი აზრის გადაღება უნდა ადამიანებს. ხო და თითქოს აი ისეთ თემაზე მივედით დაკრძალვის სცენა თითქოს აი ძალიან რაღაცა ტაბუ ქონდა ყოველ შემთხვევაში რეგიონებში ეგრე აი ხა კამერით რო დაინახოს ჩვეულებრივ რიგით ოჯახში რო შეხვიდე ხო შეურაცხმყოფელადაც შეიძლება კი აღიქვან ეს ყველაფერი არა და ისე მინდა და აი ნათელ გრიგალაშვილი ვახსენეთ და მისი აი თუნდაც სასაფლაოების გადაღება თუნდაც ეს ეგეთ რაღაცა ძალიან ბევრი ფოტოგრაფები იღებენ ჩვენთან არის უამრავი მაგარი ძალიან ცნობილი ფოტოგრაფები გოგოები ყავს, ხეცები, ეგ თემებს ძალიან ბევრი მუშაობს. მაგრამ თემა რაზე არის, იცი რომ მაშინ გადაღებას ისე არ ეშინოდა ადამიანს, როგორც დღეს. დღეს ეხლა გუში მყავდა სტუდენტები წაყვანილი, რასაც ვიღებდი და გუჩხობა ბიჭი აქ რატო იღებ? მე ქუჩაში ვარ და ვიღებ. ანუ ქუჩაში გადაღების
ხო, ეგეც უკვე გახდა ძალიან პრობლემა. მარტო ჩვენთან არ გახდა პარიზშიც მინჭეს გადაღება და ბევრ ქვეყანაში და იმიტომ მიყვარს აზიაში დავდივარ ეგ ჯერ კიდევ ხალხი გადაგვიღეო, მაგრამ აი სოციალურმა მედიამ ამის გამოქვეყნებამ ამის ვერ კონტროლმა რაღაცა დოზით შექმნა ეს პრობლემა, რომ მაგალითად ეხლა უცხოეთში რა ხომ ხელით მაჩვენებენ რომ არ გადამიღო, მაგრამ აქ პირდაპირ ეგრევე ვქონებ ჩხუბობთ, რომ არ გადაგიღებ, არ გადამიღო. მაგრამ რთულია ძალიან ეს თემა, მაგრამ მაშინ რომ წავსულიყავი ახლა ჩემ და გადამიღო იქ დროს მქონდა რა თქმა უნდა გადავიღებ და რაც ახლა მოვყევი რა ამ ყველაფერს. მოკლედ უდიდესი მადლობა ლელი ამ საინტერესო გამოცდილებების გაზიარებისთვის, ცოდნის გაზიარებისთვის და ლექციურიც კი გამოვიდა და პირადად ჩემგან ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. თქვენ უსმენდით ვაშლის არომატს, პოდკასტს იდეებზე, რომელთა გემოთ საუბრის შემდეგადაც რჩება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, შეხვედრამდე.